მოგესალმებით პატიცემულო საზოგადოებო და დღევანდელი თემატიკა ცოტა უნდა მოინდომოთ და ყურადღება დაამითმოთ. ძმებო და დებო და პატიცემულო ჯიგრულო საზოგადოებო. თემატიკა ძალიან აქტუალურია, ძმაო და ამას წინებზე იყო დადებული პოსტები და წამოვიდა რა იქიდან ძმაო შევაწუხეთ ყობა მაგარი საზოგადოება რა ავტორიტეტები უმაღლეს განათლებულები და ეს როგორი კადრეო ძმაო შენ უნდა ბასნავად ნადაო რა ესე კაროჩე იმინა უნდა ახსნა გარმატებას აღარ ეყოფაო რა მინიმუმ დასაფლეთი და დასაგლეჯი ხარო ძმაო შენ როგორ კადრულობ მაგას რა ამ ხელა კაროჩე ცოდნე ხალხი როგორ შეურაცხე და სასაცილოა ხო ზოგისთვის ჩემთვის ეს უკვე მეგონი როდის იყო ღრმა ახალგაზრდობაც არ იყო მოგესალმებით პატიცემულო საზოგადოებო და ასეთებად რო ვიქცევით მაშინ უკვე არაფერი აღარ გვეშველება აქტუალურობა ამისა იყო სადაც ჩემ ღრმა ახალგაზრდობა რო გავიხსენო აი სკოლის დამთავრების შემდეგ მაგარი ბიჭები რო გვეგონა თავი ეს ხო დღევანდელ ეგრეთ წოდებულ ტინეიჯერებს რო უწოდებენ, ხო, უცხო ქვეყანაში ამასობაში უკრაინაში უნდა გვებლატავა, ხო, ცოტა უნდა გვეკაჩავა და სხვანაირად არ გამოდიოდა. სხვანაირად თავს ვერ გაიტანთი. არა, ჩაბარდა ის ხო, რეალობა 90-იანებს, ხო, საზოგადოება უკვე, საზოგადოებად ბრბო, საზოგადოებად ვერ იქცევა, საზოგადოება ხო, ჩამოყალიბდა უკვე. თორე ბრბო როგორც იყო ბრბოთ, ის ბრბო ისე ბრბოთ დარჩება. თორე გაგება, ხო, ეს ზუსტად ავტორიტეტობა, ხო, ავტორიტატული პრინციპში, ხო, ეს არაა ცუდი. და ამ მიმართულებას თქვენ წარმოიდგინეთ დღემდე მეც ვეყნომე. ვინაიდან კარგის მომცემია. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში, აი ესეთი სტატუსებით, ხო, ამასობაში მაშინ რაღაცა კანონი არსებობდა და იმ კანონის წინაშე ყველანი ერთნი არ ვიყავით, ხო, ამასობაში ყველას თავისი მიეგებოდა. ეს რაღაცა პატარა ესეთი შემოსავალი ზონეზე იყო, ვინაიდან კიდევ ერთხელ ვიზახ, ნებისმიერ თემატიკას, ხო, ასაგამარტება ჭირდება და მაგიტომაც დავურთე მე ესეთი რაღაც მონოლოგი. ხო, იმიტომ რომ ასაგამარტება მარტო ცხრუში ღუნს არ ეკუთვნის, ხო? ამასობაში ტვინიდან უნდა მოდიოდეს და რაღაცას უნდა წარმოადგენდნენ ადამიანები. ის ადამიანები, ვინც აი ესეთ უვიც დისკუსიას არ იცით ამასობაში და დისკუსიაში შემოსვა როცა არ იციან ამ პატივცემულებმა, ხო, მიუთითებ რომ ჯერ მინიმუმ დისკუსია ისწავლეთ, რა დროს ესაა, ხო, უკვე 90-იანები დიდი ხანია უკვე ჩაბარდა და ეს ხუში ღუღური და სათვალებს რო გაიკეთებთ ამასობაში, სათვალებთან მე არაფერი წინააღმდეგ არ მაქვს, მაგრამ მაგარი ბიჭები გონია თავი. დიდი ხნის წინ უკვე ისტორიას ჩაბარებული მაქვს უკვე, ხო? დამავიწყეს არის. აი ეს უფრო უნდა მოიტანოთ იმ თემატიკით, რა თემატიკაშიც ხართ ჩართულები. მე საკუთარ თემატიკაში ვარ და საკუთარ თემატიკას ყოველთვის იმას ასაც ვიზახი მე, იმას ვასაბუთებ. ვასაბუთებ არგუმენტები მომაქვს და იმ არგუმენტების ზღვარზე ამასობაში ამას მტკიცებულებებიც მოყვება და ამასობაში ამ აქსიომებს უკვე მტკიცებულება აღჭირდება ეს აქსიომად არის ქცეული და ქცეულიც არ აქსიომებად რჩება ხო თეორემებს არ ხსნით ჩვენ ახლა თეორემებს სჭირდება ახსნა-გამარტივება მაგრამ აქსიომა არის დღევანდელი თემატიკა მინდა დავუთმო ზუსტად იმ ხო წინა მორბედს ამასობაში უკვე საიმპოსტის მქონა თუ რატომ არ ჭირდება ჯანსაღ ეს პარალელი უნდა გავავლო იმაზე ჯანსაღ სისტემას გამორეცხვა ეს ფანატიკური გამორეცხვები რო წავიდა ხო და ბუმი ხო ამაზე და იმის მიუხედავად რომ რაღაცა დაფიქრების დონეზე მაინც მაეძულებინა ხო რაღაცა ესეთი ტერმინოლოგიას უნდა გამოვიყენო ვალდებულებას აღარაა მაეძულებინა ეს იძულებითი ხო გამოსვლა ამ პარტავანი ხო ტიპაჟების ხო ტიპაჟების ვინაიდან უკვე კი ტიპაჟები არის ვინაიდან არგუმენტები აქვთ ნული იმიტომ რომ გათვისნობიერება არ აქვს პატივცემულებს და მაგიტომაც იყო იქ სულ ყველა ვიდეოზე ეს ტერმინოლოგია და ეხლა უნდა გამოვიყენო ეს ტერმინოლოგია მანქანა როცა ტალახიანია იმას ვერეცხავთ კი გასაგებია მაგრამ ამასობაში ცოტა მე ტვინის გვერდ უნდა თან დავურთოთ და ამასობაში ვიაზროთ და ვიფიქროთ იმისთვის თუ რატო გამორეცხებთ კი რატო ვრეცხავ ამასობაში ყოველ დღე იქნება ტალახში დავდივარ რაღაცა ისეთი ხდება ჩემ თავს, რომელიც უნდა გამოვასწორო. მოიფიქრეს ახალ-ახალი რაღაცეები, თუმცა იქ
პრინციპში უკვე ავტო სამარცხაოებზე რაღაცებს გადაასხავენ და ასე შემდეგ ახლა ამას აღარ გავყვე, მაგრამ დღევანდელი თემატიკა მოდი ხა დავუთმოთ იმას, იმიტომ რომ ვინაიდან თუ კი რაღაცას ვიზახით ამაზობაში ეს მე ვთქვი, არა ერთჯერ, ამას ახსნა გამარტებების კი ბატონო, დიალოგით, არგუმენტებით უნდა მოვაყოლო. გეთანხმებით. ამიტომ ამას დავასაბუთებ ახლა. თუ რატომ? ტურისთვის და რა თქმა უნდა მოვიქცეთ, იმიტომ რომ შევინარჩუნოთ დღევანდელი პოსტსისტემატიკაც ეს არის. ამას ეხება შევინარჩუნოთ სუბთა გათბობის სისტემა ისე რომ მას გამორეცხო ფაქტიურად არასოდეს არ დაჭერდეს. ამას ვიზახმენ ფაქტიურად არასოდეს არ დაჭერდეს. ვინაიდან ეს ფაქტები ხო, ეს ფაქტები ყველაფერს გავერეთ, მაინც ადამიანობაზე არის დამოკიდებული. თუ ადამიანი აშავებ, ჩვენი მომენტია ხო, კანონის წინაშე ყველა ერთნი ვართ, ვაშავებთ ვისჯებით, ხო? კაი გამოთქმა აქვს, უნდა მოიპარა და მისი ადგილი ციხეში არის. მოთხოვნილებები გავყვეთ ახლა თავიდანვე, ხო? და როგორც ყოველთვის ჩამოვაყალიბოთ ის მოთხოვნილებები თუ როგორ შევინარჩუნოთ ამასობაში მოთხოვნილებები, ეს აუცილებელი მოთხოვნილებები იმისთვის, რომ გათბობის სისტემაში ყოველთვის გქონდეს სუფთა წყალი. პირველი პუნქტი, ეს არის დაბალი სიხისტე. დაბალი სიხისტე. მოდი ყველა პუნქტს გავყვებით და მე ყველა პუნქტს თანმიმდევრულად ავსვი. პირველი პუნქტი არის დაბალი სიხისტე, არ უნდა ქონდეს დაბალი სიხისტე წყალს ამასობაში, შემდეგ მჟავიანობა. უბრალოდ დაბალი სიხისტე უნდა ქონდეს, გადამეტებული სიხისტე არ უნდა ქონდეს. ასან გამარტები მე გავიარო. დაბალი სიხისტე ეს არის აუცილებელი. მჟავიანობა და ჟანგბადი. სამი პუნქტი. ეს არის სამი პუნქტი აუცილებელი იმისა და მე ქვეპუნქტებსაც დავამატებ. დაბალი სიხისტე რას ნიშნავს ეს? ეს უნდა იყოს ზუსტად ზომიერად ხისტი წყალი, ეს არის იმ შემცველობაში და ახლა ბევრს დაგვიბადება კითხვა რანაირად შევამოწმოთ ეს, უნდა შევამოწმოთ. უნდა ვიცოდეთ რა წყალს უშვებთ ჩვენ გათბობის სისტემაში, ვინაიდან მე უკვე ზუსტად ეს პერსონაჟები არ აღმოჩნდეს თქვენთან, ხო? არიქა გვიშორეთ და ტალახი. ტალახი ეს ჭუჭკა ამას ჭუჭკიანი სისტემას აღარ ქვია, ეს არის უკვე ტალახი და ეს მინიმუმ ხო უნდა დაებადოს ადამიანს გზნობა ხან თუნდაც იმის აგრძნობა, ხო? ამაზე გათვისნობიერება, შემდეგ ამის გათვისნობიერება, ამის სუბჯო ტალახს რა უნდა სისტემაში, რანაირად საიდან აღმოჩნდა ის ტალახი? ჭუჭკი, ნაწილაკები, ხო, ეს ეგრეთ წოდებული სტრუშკა ჩვენი ნაზარასაც ქვია კი ბატონო, მისაღებია, მაგრამ ტალახი საიდან აღმოჩნდა ადამიან? ტალახი. აი საიდან აღმოჩნდა ტალახი ჩვენ სისტემებში. ეგაა ხო საინტერესო ჩვენთვის. საინტერესო ამასობაში იმისთვის კიდე რომ ის ტალახი არ უნდა აღმოჩნდეს სისტემაში. ნამდვილად არ უნდა აღმოჩნდეს და მაგიტომ არაფერი არ ესაქმება ტალახს ჩვენს გათბობის სისტემებში. მაგიტომ ეხლა გავყვეთ ხო დაბალი სიხისტე ეს ჩვენ რომ წარმოვიდგინოთ ამასობაში და მითითებული კიდეც მაქვს ამასობაში უნდა იყოს ზომიერად ხისტი, ესე იგი ჩვენ ამ სიხისტეს ამასობაში ეს ეგრეთ წოდებული საზომი აპარატები სიხისტის მჟავიანობის ეგრეთ წოდებული pH-ის არსებობს და კაპიკებიერს. მიზერული კაპიკებიერის მერწმუნეთ, ხო? სიხისტის ეგრეთ წოდებული წვეთები, რომელსაც ადამიანი სალამ წყალს შეუშვებ, იმის დასურ იმისა, რომ ეს არ აქვს ჩვენ ხისტი წყალი, დღეს მე მგონი რაღაც 5 თუ 7 ვარაუდი. რა მაგალია, ხო, ძვირიანია. ამასობაში რამხელა მავნეობა წარმოადგენს ეს ჩვენი სისტემისთვის. მჟავიანობა, pH, იგივენაირად ტესტერი, ხო? იგივე აუზებში როა გამოყენებული, მეტი კი არაფერი არ ამისი დანიშნულება. ტესტერი თავიღოთ და ჩვენი წყალი ავზიჯოთ ეგრეთ წოდებული მჟავიანობას. pH 6 და 8-მდე, რატომ აქვს ეს შუალედები აღებული, ვინაიდან დაბალი თუ მაღალი? დაბალი ეგრეთ წოდებული მჟავიანობა არის მავნე. მავნე იმ შემთხვევაში, ვინაიდან ის უკვე წარმოქმნის ეგრეთ წოდებულ ჟანგიანობას. პროცესი ჟანგიანობა, მე უკვე ჩვენი გამოყოფილი ჟანგი ვინაიდან მოხდა პროცესი და ჟანგიანობა ხდება, ჟანგიანობის პროცესი ხდება, რა თქმა უნდა, რკინაშემცველ, ხო, რკინაშემცველობა მასალებში. სადა რკინაშემცველი მასალები ჩვენ სისტემებში, რადიატორები, გათბობის ქვაბი, ყველა ეგრეთ წოდებული ნებისმიერი სატექნიკური ფიტინგი წარმოადგენს ეგრეთ წოდებულ ფოლად შემცველ, ხო, ის ფერადი იქნება თუ ფოლადი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან ის უკვე რეაქციაში შედის და მას ფიტავს, ამას ქვია პროცესი ჟანგიანობა, ამიტომ დაბალი ეგრეთ წოდებული მჟავიანობა, ხო, ეს არის უკვე მჟავა, pH ეს ეგრეთ წოდებული მჟავიანობა, ეს არის მჟავა. არ უნდა იყოს დაბალი შემცველობის, ვინაიდან დაბალი მჟავიანობა იწვევს პროცესს, რასაც ქვია ჟანგიანობა. და მაღალი განსაკუთრებულად მავნე არის ეგრეთ წოდებული უკვე ალუმინის, ხო? უმეტეს შემთხვევაში სექციური ეგრეთ წოდებული ალუმინის რადიატორებისთვის, ვინაიდან ალუმინში პირდაპირ რეაქცია შედის ის და ის ეგრეთ წოდებული უკვე პრინციპში უკვე რეაქციაში შესვლის პროცესებში იმას ფიტავს. ფიტავს, ჭამს, თქვენაზე წარმოვიდგინოთ, აი როგორც პირანია უკვე, ხო? ის ნახავს თუ არა ერთ ხრანს, ის იმას არ მოშორდება.
ამას გვქონს ზუსტად ეს პროცესი მე ეს ავნებს, ხო, იფიტება გვინახია კიდეს, ხო, დაუშვათ აბრუნებს შეხედავთ, აი თვითონ დაცხერული არის. აი ამას გვქონს ზუსტად ეს პროცესი რო არის გადამეტებული. ანუ მაღალი. ამიტომ შუალედი 6-დან 8 ორივეზე ამასობაში მოდით ახლა ეს ჩამოვფარგოთ, ვინაიდან არის ეგრეთ წოდებული სექციურ რადიატორები, ეგრეთ წოდებული ალუმინის, ბიმეტალის არსებობს, ალუმინი პლუს ფოლადი და ამასობაში არის ფოლადის ეგრეთ წოდებული პანელური რადიატორები. პანელური რადიატორების ის მავნეობას წარმოადგენს ეგრეთ წოდებული უკვე დაბალი მჟავიანობა, მაღალი მჟავიანობა წარმოადგენს ალუმინისთვის. ამიტომ მათი ეგრეთ წოდებული უკვე pH ზღვარი იქნება 6-დან 8-მდე ორივესთვის. ეს რა ვიღოთ ტესტერით და სანამ ჩვენ წყალს შევუშვებთ ჩვენ გათბობის სისტემაში, ეს უნდა ვიცოდეთ. ეს პანაცეა. მე ბოლოს დავასაბუთებ იმას, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, იმისთვის უკვე ეს მივიღეთ ყველაფერი და რა თუნდაც იმ გამორიცხვების სტატუსით როგორ გავაჯანსაღოთ ჩვენი გათბობის სისტემა. გამოთვალა და არ ვიყოთ დამოკიდებული მრეცხავებზე, ხო? ამასობაში ვინაიდან ეს იქნება 2-3 თვეში და არა 2-3 წელიწადში. ვინაიდან თქვენ 2-3 წელიწადში იქ სისტემებში არ იხედებით. და ამასობაში გამორიცხვის შემდეგ მეწმუნეთ თქვენად დაგენიძლავებით იმ ხო ტიპაჟებს, ხო, პერსონაჟებს, რომ 2-3 თვის არ ჭირდება 2 თვეში იგივე სიტუაცია იქნება იმ განსაკუთრებულ გათბობის სისტემაში. ამასობაში დაჯერდა უკვე დამკვეთი რომ არ იქა. ეს არის ჩემი პანაცეა. გამორიცხვები და რა ეცხოთ დავიღოთ. არ არის ეს გამოსავალი, ვინაიდან ის მავნეობა უნდა ამოიღოთ ჩვენ სისტემიდან და ბოლოს პრინციპში იმ სისტემასაც მივცეთ, ხო, დასვენების უნდა და ჩვენს დავისვენოთ. ამიტომ ზღვარი 6-დან 8-მდე კიდე ერთი ვიზახით ტესტები, რომელიც კაპიკები ღირს. ამასობაში ეს უშუალოდ კიდე უპირველეს ყოვლისა მემონტაჟეებს გვეხება, ხო? მემონტაჟეებში შევდივარ მე და მემონტაჟეებს გვეხება, ვინაიდან არ მოვიტყვილები და ამასობაში ამას მე განსაკუთრებულ ყურადღებას ყოველთვის ვაქცევდი, მაგრამ განსაკუთრებულ ყურადღებას არ ვაქცევდი. და ამაში მე უკვე დამაინტერესა, ვინაიდან უკვე ეს ბუმი რო წამოვიდა, კარგია, ხო? ზოგიერთი მარგებელი არის და დიდი მადლობა ამ პერსონაჟებს, ვინაიდან დამაინტერესა. და რომ დამაინტერესა ეს გამოსავალიც ვნახე და ეს გამოსავალი შედეგს მოგცემს და ამ შედეგებსაც თქვენ იხილავთ, აი წაბილწული სისტემა რო გვექნება, იმ წაბილწულ სისტემას როგორ შემოვატრიალებ. და ისე რომ მე თუნდაც ტესტის და ამასობაში უკვე ეს ეგრეთწოდებული უკვე გამოსტის დონეზე, ამას რაღაც 1-2-3 თვის მერე თუ კიდე 1 წლის მერე ვნახავთ იგივე სისტემას, წაბილწულ ტალახიას. ამასობაში და მე ამ დამუშავების შემდეგ, მომზადებული წყლის შეშვების შემდეგ გვექნება თუ არა ეს ეგრეთწოდებული ტალახი. ჩუჭი არა ტალახი. ჩუჭის ნაწილაკები ყოველთვის იქნება ახლა ჩვენ არ ავსწრებით, მაგრამ ვაჩვენო მე ხო იმ ვიდეოზე რომ ეს არაფერს არ წარმოადგენს. ის ნაწილაკები მაგის ამ ნაწილაკებისთვის არსებობს უბრალოდ უხეში ფილტრი, მაგრამ ტალახისთვის არაფერი არ არსებობს. კი ბატონო, მე ამაში გეთანხმებით, იმიტომ რომ ახლა იყო იქ, კი ბატონო, თუ კი უკვე ეს არის, კი ბატონო, მაგრამ რომ არის, იქიდან გამოსავალი უნდა ვიცოდეთ, პატრონსემულობა რომ მიდიხარ და უბრალოდ რეცხავთ. ამასობაში ის უკვე მე აი ბოლოს მე ამას ვიტყვი, რითი რეცხავთ ეს კიდე ხო? კითხვის ნიშნის უკეშაა. უბრალოდ წყლით არაფერს მომცემი არა. ვინაიდან პროცესი ერთი კვირის შემდეგ უკვე იწყებს იგივეს, ხო? იგივეს არაფერი არ შეიცვალა. ამიტომ როცა ვრეცხავთ, ამასობაში კიდე ისიც უნდა დავართოთ ეგრეთ წოდებული უკვე პროცესში, ხო? აზროვნება უნდა დავართოთ ამას და ამას უნდა ვიაზრდეთ რატომ? და როგორ მოიქცე ამასობაში უნდა ვიფიქრე და ვიფიქრე მე ამაზე ვინაიდან დავაფიქრე. ამასობაში ამის ფორმულებიც, ხო, ფორმულები, თარგმნილობა იმისა, რომ კიდევ ჯერ ვიზახე, რომ ავირიდოთ ეს და ავარიდოთ დამკვეთებს, არსებობს და არგუმენტებიც აგერ არის, ხო? ამასობაში pH-ი კიდევ ჯერ ვიზახე 6-8, ორივესთვის პანეურებისთვისაც კარგია, ალუმინებისთვის მისაღები არის. დაბალი სიხისტე, ზომიერად, ეს ნიშნავს თქვენ ენაზე 3 მგ, 3-დან, 3 არის იდეალური, ხო, 1.5, 3 მგ litrზე. შვენიერ ეს არის უკვე ზომიერად დაბალი სიხისტის მქონე წყალი და ზომიერად ხისტი წყალი, რომელიც არ მიცემს იმის საშუალებას და სისტემას არ მიცემს იმის საშუალებას, რომ მიიღოს კალცი გადამეტებული კალციუმი და მაგნიუმი. ეს ნიშნავს გადამეტებული, როცა გვაქვს ჩვენზე ხისტე, უკვე შემცველობაში არის წყლის შემცველობაში ხა და ძალიან დიდი ქიმიკოსი არა ვარ. მეგონება ხა ეს ქიმიკოსი არისო და ალბათ ისე უბრალოდ ჩავწვდი სიღრმისეულად და დამაინტერესა, როცა რაღაცა მე დამაინტერესებს, იმას მე ვსხლავ. კი, ეს მაგარი პლუსი მაქვს, იმიტომ რომ შევდივარ სიღრმისეულად და ვიკვლევ ამას. ამასობაში ამას ნიშნავს ის, რომ გადამეტებული როცა არის სიხისტე, პირველ შემცველობაში არის კალციუმი და მაგნიუმი. ეს კალციუმი და მაგნიუმი რომ მოვაშოროთ, ის სიხისტე გადამეტებული უნდა დავწიოთ. ხო? დავწიოთ, დავარბილოთ. და დარბილებას მე აი ზუსტად მესამე პუნქტი. რაც ამათ მე გაწერილი პრინციპში ჟანგბადი და 1+1+1 ფილტრი, ხო, ამასობაში სადაც ზახილის ნიშნებია, ეს არის აუცილებელი, მოთხოვნილება აუცილებელი. სადაც კითხვის ნიშანი იქნება დასმული და ზახილის ნიშანი, ეს ხო, კითხვის ნიშნის ქვეშ. ამასობაში აუცილებლობას, ამას ყველაფერს მე გავმართავთ. ჟანგბადი არ უნდა იყოს გათბობის ერთადერთი სისტემა არის, ეს არის გათბობის სისტემა, სადაც ყველაზე მავნეობას წარმოადგენს ჟანგბადი. ჟანგბადი, წარმოვიდგინეთ, ხო, ხა ჩვენთვის, ყველა არსებისთვის, ხო, ყველა ცოცხალი არსებისთვის, ჟანგბადი არის აუცილებელი, ეს არის ჩვენი, ხო, იმისთვის, რომ ჩვენ ვიარსებოთ, ეს არის
ჩვენი სასულიერო ხო ადამიანობა და კაცობრიობა და დედამიწა ამით არსებობს ჟანგბადით, მაგრამ ერთადერთი სისტემა გათხოვის სისტემა შეიგნეთ ეს ეგულისხმება კი ბატონო. გათხოვის სისტემა სადაც ჟანგბადი წარმოადგენს მავნეობას ვინაიდან ჟანგბადით ყველა ეს პროცესი იწყებს უკუპროცესებს. ჩვენ გამოვირიცხეთ, ხო, ამას ზუსტად ის თქვი მე, რომ გამოვირიცხეთ შეუშვით იგივე პორციის წყალი და რა შეიცვალა. ხო, იმ ადგილას, სადაც იყო ის ტალახი, იმ წყლის შემცველობაში ხო არაფერი არ შეიცვალა ადამიანობა, გარდა ერთისა, დროის ფაქტორი. ერთი კვირა იქნება ეს, ორი კვირა გააჩნია, ხო? რა სიხისტის მქონე აქვს, რა აქვს ეგრეთ წოდებული მჟავიანობა, რა მექანიკური პრემესებია, შეყვანილი წყალი და ღმერთმა დაიფაროს კიდე ჭაბურღილის ან ჭის წყალი თუ არის, ხო? ეს საერთოდ უნდა ამოვაგდოთ ამასობაში. არავითარ შემთხვევაში არ ჭაბურღილის, არ ჭის წყლები არ დაიშვება გათხოვის სისტემაში. ესაა გამახვილებული ყურადღება, თქვენ წარმოიდგინეთ, აქ საერთოდ არ მაქვს საუბარი არ ჭაბურღილის, არ ჭის წყალზე. ხო, ეს საერთოდ უნდა ამოვაგდეს, ხო? ეს საერთოდ უნდა ამოვაგდოთ, ხო? მეტოლიტიდიდან, იმ მეტოლიტიდიდან რომ გათხოვის სისტემაში საერთოდ შეუშვათ და ამაზე ვიფიქროთ. ამასობაში ეს არის ქსელური წყალები, როგორია რომ ბიჭო კონკაში მოდის ეს წყალიო და ხასუთა ხონა იყოსო და არ არის. ხო, ამაზე ბირჯულაც ქონია შემთხვევა და ნებისმიერ უბანში, ნებისმიერ ქალაქში, ნებისმიერ რეგიონში ჭუჭხი, ტალახი და ამასობაში გადამეტებული სიხისტე ეს 2-4. ეს არის ჩვეულებრივი პანაცეა, ეს ამის უკვე შევეგუოთ ამაში. ვინაიდან ხო ახლა მთავრობას სამაზობაში ხო წყალკანალს ეგრეთ წოდებული ეს GVP-ს იმას აინტერესებს ხოლმე ბიოლოგია მოსპოს ის არსებულ წყალში და გადამეტებული კალციუმი და მაგნიუმი ეს უკვე ჩვენი სტიქია. ამასობაში იმას თავი დავანებოთ რომ წყალი რო წავა და მოდის ერთი დღის და ორი დღის მერე რა მოაქვს იმას ხო კარგად გქონიათ ამასთან შეხებები კონკრეტულად. ანუ ჟანგბადი 1+1+1 ფილტრაციით. ანუ ჟანგბადი რანაირად უნდა შეუშვოთ სისტემაში, ხო? სხვანაირად ეხლა წყალში ჟანგბადი ყოველთვისაა. ყოველთვის არსებობს ის ჟანგბადი ჩვენ იმ წყალს უნდა გამოვაცალოთ. რანაირად უნდა გამოვაცალოთ? ზუსტად ფილტრი და ამასობაში როცა ვავსებ სისტემას, ეს ყოველთვის მექნება ამის შემდეგ, კი ბატონო და იმათაც გეხებათ, ვინც ამითხათ დაგაებულებ და გამორიცხვის შემდეგ როცა მიდიხართ, ეს სამეული ფილტრა დავდე მე იმპოს პრინციპში დავუთე, იმიტომ რომ ეს გამოსავალია უკვე იმისა. ჯერ ეს ერთი რანაირად უნდა გამორიცხოთ, მე ამას ვიზახი, მე ბოლოში გეტყვით კიდე ამას. დაველოდოთ ყველაფერს თავის თანმიმდევრობა აქვს და ამასობაში ეს სამეული ფილტრი კაპიკები ღირს. და ამასობაში ეს სამეული 1+1+1 ანუ სამეული ამ ფილტრების კაპიკები რო ღირს, ამასობაში რაღაც ჯანსაღს, რაღაც 3-4 სისტემას ყოფნის. წარმოიდგინეთ, რომ გამორიცხვის შემდეგ შეუშვათ იქ ეს პორცია ახალი წყალი. ო იმას გეხებათ ეს აპარატები, ვისაც გვაქვს, იმ აპარატს დავურთეთ ეს სამეული ფილტრების და მე ტაშსაც დაგიგრათ, ვიტყვით, რომ აი, წინ წავიწია კაცო ადამიანი, მაგრამ გაათვისნობია. და წყლის ტემპერატურა ამაზე მინდა კიდე ხა ამ სამეულს პრინციპში სალამ დავურთავ კიდე ამ აუცილებლად ამის შემდეგ როცა პირველ პროცესია წყალს შეუშვებთ რა უნდა გავაკეთოთ ჯერ გავაკეთოთ მოდი ხა 1+1+1 ფილტრაცია აუცილებელი რა არის ეს ფილტრაციებში რა შედის მიკრონული არის ეგრეთ წოდებული კატრიჯიანი სადაც არის 1.5-დან 3 მიკრონი წარმოიდგინეთ არც ერთი ნაწილაკი იმიტომ რომ არ გვინდა ჩვენ არავითარი ჭუჭყი გათხოვის სისტემაში შევიტანოთ საწყის ეტაპშივე არის ეს საუბარი. ამასობაში მიკრონული ფილტრი 1.5, 3 მიკრონი კატრიჯებია, ხო? იცით ყველანი კარგად და ხო, ეს კაპიკები ღირს ამასობაში დღევანდელ რეალობაში. შემდეგ ეგრეთ წოდებული ამას ქვია მიმოქცევის, ხო, ეგრეთ წოდებული PC, თქვენაზე ეს არის ეგრეთ წოდებული ტერმინოლოგია ასეთი არის და PC რას წარმოადგენს? ეს არის ეგრეთ წოდებული დამარბილებელი PC. სპეციალური PC, რომელიც ახორციელებს ეგრეთ წოდებულ იონების დამოხტვას, ანუ იონების გაცვლას და ამ წყლის შემდეგ, ამ ფილტრში გატარების, ამ ფისში გატარების შემდეგ, უბრალოდ პრინციპში ის ხისტის წყალი ხდება დარბილებული. არის ეგრეთ წოდებული კატრიჯიანი, რომელიც კი ბატონო ზუსტად ერთჯერადები არაა, მაგრამ მრავალჯერადის არაა. ამასობაში 3-4 გამოვიყენებ და მას რესურსზე არის დამოკიდებული, ხო? მის მოცულობაზე არის დამოკიდებული. არის ამ ეგრეთ წოდებული კოლონალური. ეხლა კოლონარული ჩვენ ვიყენებთ, სადაც არის ჭაბურღილები განსაკუთრებულად და არა მხოლოდ ოქსელურ წყალში არის გადამეტებული სიხისტე და იქაც მშვენივრად გამოვიყენებთ ხოლმე, მაგრამ ეს ეხება იმას, რომ დიდი ხო, ფას ამასობაში ბიუჯეტს აქვს მნიშვნელობა და ამასობაში ეს არის ბიუჯეტური ვარიანტი. ერთი ის კასეტა 1+1+1 თქვენაზე რო თქვა ეს რაღაც მეგონი 100 ლარამდე ღირს 100 ლარში ჩავეტევით 100 ლარში ამასობაში 5 სისტემას გააჩნია 3-4 რადიატორზე არა მაქვს საუბარი 3-4 რადიატორის მქონე სისტემაში რაც უმეტეს შემთხვევაში არის კერძო სექტორში ბინებში არის საუბარი ამას ეყობას რაღაც ერთი 10-15 სისტემას რატომაც არა ეს უნდა გქონდეს ოფცია და მაგითო მიდიხარ შენ ადამიანი და რეცხავ და რო რეცხავ იმის მერე შედეგი უნდა მიცე ადამიანს ამაზე არის ხო ამაზე გავამახვილე მე აქცენტირება და არა ბიჭო всё დაანებეთ თავი ნუ რეცხავთ მეთქი გასაგებია როცა არის ტალახი უნდა მიხვიდე და გამორეცხო მაგრამ ის გამორეცხო საშველი არაა და როცა რეცხავ ამასობაში ის უნდა გაათვისნობიერო რანაირად უნდა მოიქცე იმის რომ იმ ადამიანთა ერთ თვეში ორ თვეში სამ თვეში აღარ მიხვიდე ისე ხო ამაზე აქცენტირება არც უნდა გქონდეს პროფესიონალს და ადამიანმა დაისვენოს და შენს მერე იმანას სტაჟი დაუკრას
ამასობაში აქტიური ქვანახშირი, აი წარმოიდგინეთ ყველა ეს დაბალი სიხისტე, მჟავიანობა, ამასობაში უკვე არსებული ფილტრაციის შემდეგ ეს ამ მჟავიანობას უკვე ნორმირდება, თქვენ წარმოიდგინეთ, აქტიური ქვანახშირში ეს არის ეგრეთ წოდებული უკვე მეტალ ორკინის რკინამოშორების მიმართულება არის აქტიური ქვანახშირი, არის ეგრეთ წოდებული ქოქოსსაც არის, მშვენიერი არის, შეგვიძლია ამას მე-42-ად, ანუ აქტიური ქვანახშირი პლუს ქოქოსის ქვანახშირი. ხო, ორი სახეობისაა იქ აქტიური ქვანახშირი, სხვადასხვა მედიცინაში მშვენივრად გამოიყენება, ხო, კარგად ვიცით, როცა კუჭი აგვიშლებოდა და იმაზე ან მოვიწამლებით, იმაზე განწმენდის საშუალება არ არსებობს დღემდე. ნუ ამასობაში ქოქოსის ქვანახშირიც არსებობს, ამიტომ ეს სამეორიდან უკვე პირდაპირ უკვე ჩვენ ჟანგბადსაც ვაცვლით, ამასობაში მიკრონულსაც, ამასობაში უკვე მექანიკურ პრემიესებს ვაშლით, ქვიშაც მოყვება პატარა ჭუჭის ნაწილაკების, ამიტომ აღარ გვინდა ჩვენ გათხოვების სისტემაში შევიყვანოთ ნებისმიერ ნაწილაკი და განსაკუთრებულად ის ნაწილაკიც თუ იქნება უკვე ეგრეთ წოდებული რკინაშემცველი, იქიდან ეს ნაწილაკი წარმოიდგინეთ უკვე ამ ნაწილაკსაც იქნება იმის საშუალება, რომ რეაქციაში შევიდეს. და ისედაც გვაქვს შენ, ხო, ამასობაში და პირიქით უნდა გამოვაცალო სისტემას და ამასობაში პირიქით შეგვაქვს. ამიტომ მიკრონული ფილტრაცია, ფისი, დარბილება, აქტიური ქვანახშირი, ეგრეთ წოდებული რკინაშემცველობის წყალში რკინაშემცველობა უმეტეს შემთხვევაში ესეც არის ყოველთვის ამასობაში იმას ყველაფრის ვაცლით, ხო? როცა არ ვიცით, ეს არის აუცილებელი სამეული, ასე ვიტყოდი მე. ხო, კიდევ ჯერ ვიზახი მჟავიანობა 6-დან 8, არ აქვს მნიშვნელობა ეს კვირა. ეს იქნება ოქროს ზღვარები 6-დან 8-მდე, ერთ პანელურების, ეგრეთ წოდებული ფოლადის და ალუმინის რადიატორების. დაბალი სიხისტე, ზომიერად ხისტე, ანუ გადამეტებული სიხისტე არ უნდა ქონდეს, ამიტომ ეგრეთ წოდებული ფისი, მისი ხო, აქტუალურობა, ჟანგბადი, აქტიური ქვანახშირი, ფისი და მიკრონული ფილტრაციის გავლის შემდეგ წარმოიდგინეთ მემბრანა არის ეს თავისებური ერთადერთი სხვათა შორის ამასაც ჩავწვით. თქვენ წარმოიდგინეთ, ხო, ხა ქიმიკოსი არ ვარ, მაგრამ კიდევ ჯერ ვიძახე, როცა დამაინტერესა, ამასაც ჩავწვით და მქონდა შემთხვევა სხვათა შორის, იმიტომ რომ მეც მეგონა, რომ დარბილება როცა არის, ხო, გადამეტებული მქონდა მე შემთხვევა, რაღაც იყო ეს ბოლო მიმართულებას ხო და ბოლო მიმართულების მერე ადამიანს ნებისმიერ შეცდომები ყველას მოხდის. ამასობაში გამოცდილება როცა რა აქვს ამ მიმართულებაში განსაკუთრებულად ვინაიდან კიდევ ჯერ ვიზახი არა ვარ ქიმიკოსი და როცა დამაინტერესა თუ რატომ, იმიტომ რომ მეგონა რომ დარბილებას მოვაშორებდი კალციუმს, მაგნიუმს და ამასობაში всё წყალს ყველაფერი ეშველა, ხო, ეგრეთ წოდებული ატოსამრეცხაოზე მქონა წყლის მომზადების ეგრეთ წოდებული რატო პროექტი და იმ პროექტში შესაბამისად არ გამომოვიდი, ვერ მივიღე შედეგი. და დამაინტერესა რატო ჩემ თავს დაუწყე ბრძოლა და ამასობაში ერთადერთი არსებობს ეს ეგრეთ წოდებული კოსმოსი და რა პროცესებს ასრულებს, ხო? აი ეს დამაინტერესა, იქ არის ზუსტად ეგრეთ წოდებული ნახევრად გამტარიანი მემბრანა, რომელიც აკავებს კირიანობას, ამას კირიანობა უკვე შედის საერთო მინერალიზაციაში. ამასობაში ის შეუსწორო, ხო, ადამიანებს იქ აქვს პოსტზე დადებული, ამასობაში გამყიდველი კომპანიები არის, სადაც მიწერილი არის, რომ კირიანობას და კირიანობას დამარბილებლის ფისი, ხო, არის ეგრეთ წოდებული დამარბილებლის ფისი კომბინირებული. დარბილება ეს არის კალციუმი, მაგნიუმის მოშორება და პლუს ეგრეთ წოდებული რკინაშემცველობის მოშორება, ამას მაგიტომაც ქვია მიქს. არის მხოლოდ დამარბილებელი ეგრეთ წოდებული ფისი. ამიტომ ის დამარბილებელი ფისი ეგრეთ წოდებული კალციუმის, მაგნიუმის რომ მოაშორებს და რკინაშემცველობას გამოასწრებს, საერთო მინერალიზაციას ვერაფერს ვერ უშვებს. და ამიტომ როგორც იყო ლაქები, ხო, ამ ავტოსამრეცხაოზე დასრულების შემდეგ, ხო, მეც დამაინტერესა, კაცო, რატომ ისე დატოვა ეს და განსაკუთრებულად დარწმუნებული ვარ, არც ერთ ხო და მაჩვენეთ, რა ვიცი, ტაჟდაგიკრავთ, მოვალთ, ჩაგეხუტებით, რა ვიცი და თქვენას ვიდეო ვაჩვენოთ, რომელ სამრეცხაოს აქვს, ეგრეთ წოდებული უკოსმოსით დამონტაჟებული. ხო, არც ერთ. ამაში დარწმუნდებით საზოგადოება იმაში, რომ მიდით მანქანა გარეცხეთ და მე არ გაწმინდოთ და დავაცალეთ მის თვითნებურად გაშობა და დაინახოთ შედეგს სახეზე. გათეთრებული მანქანა იქნება. რო წმინდათ ამას ჩვენ ვევატყოთ. ამიტომ დამარბილებელი არაფერ შუაში არაა. დამარბილებელი პლუს ხო ამასობაში როცა არის ეგრეთ წოდებული უკვე უკოსმოსი დამონტაჟებული, მას დარბილება სჭირდება, ვინაიდან ის უკვე დარბილებას ვერ ახორციელებს. ამიტომ დარბილება და დარბილების შემდეგ უკვე საერთო მინერალიზაციის გამოცვლა კირის შემცველობას, ხო, კირის სხვანაირად მხოლოდ ეგრეთ წოდებული ნახევრად გამტარიანი მემბრანა აცნის. ეს ნახევრად გამტარიანი მემბრანის ზუსტად სტატუსი არის უკოსმოსი. ხო, აღარ ვიძახე მე ხა ულტრაიისფერი ეს უკვე მიკრობებს, ხო, მიკრობიოლოგიას კლავს და ფიზიკურ მიმართულებას ის ვერ ცვლის. ის მხოლოდ მიკრობებს აცვლის. მიკრობები ჩვენ სისტემაში, გათხოვების სისტემაში არ გვაინტერესებს. იმიტომ ვინაიდან მისი ბიოლოგია ჩვენი საინტერესო არაა. ბიოლოგიას გამოხატავს ის, რომ როცა ამ წყალს ვიواسხავთ ჩვენ გათხოვების სისტემიდან, ეს აყროლებული არის, ხო, ზუსტად სულიან სიტყვის მნიშვნელობით აყროლებულია, მაგრამ იყოს ჩვენი ცხვირს არ ყოფთ, ჩვენ იმას არ სუნთქავთ და ჩვენი არ გვაწუხებს. და ასე უნდა იყოს, იმიტომ რომ ის არის თქვენ მასე გალაყებული წყალი. განაკებული წყალია, ხო, რომ წყალი ჟანგბადის გარეშე რომ დავტოვოთ, ამასობაში პრინციპში გავაჩეროთ, დიდი ხანი ის აყროლდება. გაჩერებულ წყალში კაი გამოთქმა ბაყაყებით ჩნდება.
და არავითარ შემთხვევაში კიდე აქ აღარ დავწეროთ ამასობაში აი მოთხოვნილებაში კიდე აუცილებელი მოთხოვნილება გათბობის სისტემების შევსება, ინტენსიური შევსება. აი წყლის დამატება. ამასობაში მეოთხე სისუფთავე და წყლის დამატება მაგიტომაც გავაერთიანე. სისუფთავე უკვე მოშორებული გვიქნება, ვინაიდან მიკრონული ფილტრაცია გვაქვს, დაბილება გვაქვს გადარებული, კენაშემცველობა, ჟანგბადის გამოცვლას ამასობაში სამეული და მიკრონულად უკვე ჟანგბადსაც ვაცვლით, ჩატარებული არის წარმოიდგინეთ უკვე შეუშვით გამზადებული წყალი. მომზადებული წყალი უფრო სწორად სისუფთავე, ეს არის აუცილებელი, წყალი უნდა იყოს სუფთა და აი ზუსტად ამ სამი პუნქტიდან მოშორებული. ამასობაში წყლის დამატება, მაგიტომაცაა კითხვის ნიშანი და ძახელის ნიშანი. რატო? წყლის დამატება ხასიათი ისეა, მომსახუროთ ჩვენ საბართოებელ აუზს რაღაცა დაშავდა რაღაცა საიდანაც გამოწვეთა. აი ეს კი გაბატონო ეს არის ეგრეთ წოდებული სერვიზი, ხო? სერვიზი აუცილებელი სერვიზი, ფილტრი გამოვერცხეთ და ასე შემდეგ. მაგიტომ იძახი ხოლმე რომ ფილტრის წინ ონკანი, ფილტრის შემდეგ ონკანი. აი ნახეთ ხო ყველაფერი ერთი მეორესთან რატო არის მიჯაჭვული, ვინაიდან უნდა ვეცადოთ რომ რაც შეიძლება ნაკლები წყალი, ხო? ამასობაში რომ ბილს შევუთქვი არ ხოლმე და მითებებიც ავთ ხოლმე რაღაცა ნონსენსი არის რომ გათბობის სისტემა თურმე თუ რა გჭირდება და არ ვიყენებ ხანგრძლივად თუ უნდა დავცალოთ. არავითარ შემთხვევაში ეს ყველაზე მტრია, ყველაზე მავნე არის. გარდა ერთისა თუ ის ახალი სისტემაა, კი ბატონო, თუ არ გვაქვს ჯერჯერობით შეშვებული წყალი, კი ბატონო, შეიძლება თუ ვინ 100 წელი გააჩერა, რამე შეიძლება აქვს რადიატორი მაღაზიაში მაინც წყლის garaში. მაგრამ როცა შევუშვით და ვამუშავეთ სისტემა და დავუშვათ რაღაც აგარაკს და მე ვცვლით ეს უნდა დავივიწყო. გამორიცხული. ამ შემთხვევაში მაგიტომაცაა მე მიყვი მოგონილი გლიკოლი. ამიტომ არავითარ შემთხვევაში დაცლა სისტემა ერთჯერ უნდა შევასვოთ და ის უნდა იყოს მუდმივი. ამიტომ ნაკლები შევსება სისტემის გარდა ერთისა, როცა არის სერვიზი, მაგრამ როცა მოვაკელით რაღაცა რადიატორი გამოცვალეთ, მოგვიწია ხო რაღაცა რემონტის პროცესში ვართ, გადავიტანეთ, გადმოვიტანეთ, უნდა ვეცადოთ და ამასობაში თუ გადმოვიდა იქიდან წყალი სუფთა ამასობაში თვითონაც ვიზუალურად აკვირდებით ამას, რომ სუფთა წყალი გამოვიდა, ის წყალი უნდა შეანახინოთ. ახლა ის მემონტაჟე იქნება თუ თქვენ თვითონ აკეთებთ, ამას უნდა ეცადოთ. თუ არა ეს სამეული ფილტრი უნდა გქონდეთ ხელთ, მაშინ ხო ეგ თქვენს გეხებათ ვინაიდან რომ გამოვუშვით ჩვენ რაღაც 5 ლიტრი წყალი სისტემაში, ის 5 ლიტრი წყალი უკვე შევსების პროცესში უნდა შევუშვათ მომზადებული. თუ იქნება გლიკოლიანი წყალი უნდა შევუშვათ. ამასობაში უკვე გაზავებული და არა სუფთა წყალი შეურიოთ გლიკოლში. ვინაიდან მას ეგრეთ წოდებული ის და რა ქვია თან დართებული ხო ეგრეთ წოდებული პრისადკები ეცვლება. ვინაიდან ჩვენის დავცვით და ის უნდა იყოს არანაკლებ თქვენ წარმოიდგინეთ 35-40% არის. 30% რო ჩამოცდება გლიკოლი, ბეშოგონია რომ გლიკოლი ერთჯერ შეუშვი სისტემაში და ეს მთელი ცხოვრება განსაკუთრებულად ზემოსვანეთში. არა პატივცემულობა. ის ყოველ 3-4 მაქსიმუმ 5 წელიწადში უნდა შევცვალოთ. როდის უნდა შეიცვალოს გლიკოლიო? ამისთვის არსებობს ეგრეთ წოდებული რეფრაქტომეტრი. უნდა ავიღოთ და შევხედოთ თუ არის 30%-ზე ქვემოთ გლიკოლი კი არ უნდა დავამატოთ. ის პრიმესები უკვე ეგრეთ წოდებული პრისადკები გამოეცალა, ამიტომ უნდა დავცალოთ, კარგად გამოვირიცხოთ და შევუშვათ ახალი პორცია. კი ბატონო ეს მასე. მაგრამ საიდან დაიწია ამ სტატუსმა, აი ზუსტად ამ პროცესებში რა ქვია, მოხსენეთ რადიატორი 5 ლიტრი მოვაკელით, შევუშვით გლიკოლის ნაცვლად წყალი, შევაზავეთ, კიდე შევაზავეთ და განსაკუთრებით მავნეობა ყოველთვის იქ და მიუთითებენ ხოლმე, ხო? სერვიზმენები და ყველაზე მავნეობა ესაა, კაცო, რომ დაეცემა სისტემა, პოსტებზე იდება ხოლმე, ძალიან ხშირად რა მოიცევ, მიდი კაცო იქ ქვემოდან რომ თან უხსნიან, კარგად უხსნიანი, გვინტილი არის და შეავსებ, ბჭო. სანამ შეავსებ ადამიანს ის უნდა მიუთითო კიდე რატო დაეცა ნულზე გათბობის სისტემა არ უნდა ეცემოდეს. გარდა ორი ფაქტორისა, პირველი ან საიდანაც ჟონავს, ხო? ხრელი გვაქვს სისტემაში და ის უნდა ვნახოთ. ერთი წუთით საკმარისია, რო ყავით 2-3 დღის სახში, მოვედით განსაკუთრებულად ეს შემთხვევები ხდება. ზუსტად ამ პროცესებში ან დენი წავიდა გაითიშა ქვაბი, ხო, გათიშული ქვაბზე, ზუსტად ეს აღიქმება ეგრევე რომ ქონა გათბობის სისტემაში 1.5 და სადაც ერთი დღის მაზიზე გაჩერებულ სისტემაზე დაეცა წნევა 0-ზე. მივიდივართ ამასობაში და წყალს კიდე აი პორცია ჭუჭხს უშვებთ სისტემაში, ისე და ჭუჭყიან სისტემაში. უნდა გამოირიცხოს. ვინაიდან უპირველეს ყოვლისა გათბობის სისტემა ჩართული იქნება თუ გათიშული იქნება, წნევა არასოდეს არ უნდა ეცემოდეს. ნულამდე კი არა, კრიტიკულადაც არ უნდა ეცემოდეს. ვინაიდან დაბალანსირებული უნდა იყოს მოცულობა პლუს საფართოებელი. საფართოებელი, ამიტომაცაა ორი ქვეპუნქტი კიდე ერჯერ ვიზახე, როცა გათბობის სისტემას თქვენ ავსებით. პირველი ეს არის ხარვეზიანობა, ესე იგი რაღაც გვაქვს ხრელი და მეორე საფართოებელი აუზი არის დისბალანსი. საფართოებელი უმეტეს შემთხვევაში ძალიან ბევრი ვაჩვენე არის ქვაბის უკან, ამიტომ თუ კი გვაქვს გათბობის სისტემაში და საქვაბის როცა ვამონტაჟებთ და ადგილი, ამასობაში იქაც ქონა ხო, აუ ადგილი დაიკარგა, ისი ადგილი დაიკარგა პატივცემულობა. რაღაცა სისრულეს წამოაბოდიანებთ ხოლმე. საქვაბი ეს არის როგორც ხო ავტომობილის ძრავის ადგილი. ახლა ძრავის ნაცვლად იქ რას ვთქვენ ჩვენ პრინციპში, ბაკი გვაქვს იქ, აუზი რა ქვია, საწვავი ზარა. რო ახთით იქ არის ძრავი და ის დეტალიზაცია რაც ავტომობილის ჭირდება. ამიტომ ის საქვაბის ზონაა და შკაფებსაც უბრალოდ ვადგავთ ის საქვაბის ზონა უნდა იყოს საქვაბი და არა რომ შეხვდა და ქვათა ვეღარ მიდიხარ.
ეს გამორიცხული, ამიტომ საკვების ეგრეთ წოდებულ შკაფსოც ავახსენებთ, ის უნდა იყოს ყოველთვის წოდომაში. წოდომაში უნდა იყოს და წერტილი. და მის ადგილას მithumedes დაბალ პატარა მოცულობის სისტემებში ხო მქონდა დაბალ რა ქვია მოცულობიან სისტემებში განსაკუთრებულად შეგვიძლია დავამატოთ საფართოებელი აუზი რომელიც ჯერ ესეთი იაფიღის ბიუჯეტურის გამოვა და ამასობაში ყოველთვის მოხმარე რა ქვია მომსახურების დონეზე ადვილია ვინაიდან ის უკან სერვისმენი უნდა გამოიზახოთ ამასობაში უცალკე ჩვენ უკვე ხედავთ პირდაპირ ტეტ-ა-ტეტ რო იტყვიან ამ ტერმინოლოგიით ჩვენ გვაქვს ამასობაში უყურებთ ყოველთვის გვახსენდება ხო ეს კარგია, იმიტომ რომ გვახსენდება მას უყურებთ და ის უკანაა და დავივიწყეთ. ის შედის არც არსებობს, მაგრამ რომ მიდიხარ უმეტეს შემთხვევაში წვდომაც არ აქვს ის აქ ეგრეთ წოდებული ნიპელზე უნდა მიხვიდე, ხო მოუშვა ამასობაში უმეტეს შემთხვევაში წაქცეულია ეს რაღაცა 21 საუკუნის ავადმყოფობაა ეს წარმოებული ეგრეთ წოდებული ქარხნებისა, ხო ის ქვევებს უშვებს რომ დრო მოიგონოთ და მოიფიქროთ ის რომ გვერდზე იყოს და ის იყოს კომპლექსურად მისადგომელი, ხო ადვილად მისადგომელი და განსაკუთრებულად დამკვეთვის სერვისმენი ვერ უდგება იქ ამასობაში დამკვეთმა რა უნდა გააკეთოს. ამიტომ საფართოებელი სისტემის ბალანსისთვის აუცილებელია და საწყის ეტაპზევე ეს არის სხვაობა 0.2 როცა ჩვენ გათვლების სისტემაში უშვებთ მოცულობაზე არის ჯერ ესეთ დამოკიდებული 1-10-ზე უნდა ვიცოდეთ რა მოცულობა შევუშვით ხო გააჩნია მაგიტომაც გააჩნია რა სისტემასთან გვაქვს საქმე გვაქვს განშტოებული სისტემა უნდა ვიცოდეთ რა მოცულობა გვაქვს ან გამოთვლა რა ვიცოდეთ ან უბრალოდ ჩვენი მომენტია ხო მრიცხვები რომელიც გრის 30 არის და მრიცხვებზე ვაკვირდებით ხო რამდენი მოცულობა რა მოცულობის წყალი შევუშვით იმის შესაბამისად უკვე მას ვამატებთ ჩვენ საფართოებელს ამიტომ 1-10-ზე გვაქვს ტონა ესე იგი უნდა ქონდეს 10 ლიტრა საფართოებელი ხო ჩვენი მომენტია რა ქვია ტონაზე რა ქვია უბრალოდ 100 ლიტრიანი ხო 100 ლიტრიანი ამასობაში 100 litrაზე 10 litrიანი 1-10-ზე ხო კი ასეა ეს და ამასობაში ბალანსი უნდა იყოს -0.2 რას ნიშნავს ეს თუ კი გათბობის სისტემაში სტატიკური წნევაა რასაც მანომეზე ვაკვირდებით ხოლმე ჩვენ და წამდაუწრო უშვებთ ხოლმე ზუსტად იმაზე არის საუბარი იქ უნდა იყოს edge ხო დამონტაჟებული უბრალოდ შეშვებული 1.5 და საფართოებელში უკვე უნდა იყოს ჰაერი ან თუ არის შეშვებული და უმეტეს შემთხვევაში ბოლო ტენდენციებმა ბოლო ჩვენი საკვებების ტენდენციებმა უკვე აჩვენა ის რომ საფართოებელს უკვე რა ვიცი ქარხნებში უკვე აღარ აქცევენ ყურადღებას ანუ 0-ზე არის ჩვენ ამასობაში გვონია რომ იქ უკვე ჰაერი ამასობაში ისიც უნდა შეამოწმოს მემონტაჟე სანამ დაამონტაჟებთ ქვავს ეს უბრალოდ არის ხო ხელთა გვაქვს და არა მერე იქ ჩაძვრე ეს უკვე რთული იქნება მაგრამ ეს ხელთა გვაქვს სანამ დავამონტაჟებით რომ შევამოწმოთ საფართოებელი გვაქვს 0 უნდა ჩავბეროთ -0.2 არ გაგვიჭირდება ხო ეს იქნება 1.2 1.3 ჰაერის წნევა უკვე ამას ქვია მე შემდეგ უკვე თქვენ სისტემაში არის ბალანსი არც მოაკლდება, არც მოიმატებს სხვაობას კი ბატონო ზღვარზე, როცა განსაკუთრებულად ტემპერატურას უწევთ 0.1-0.2. ეს მიღებულია. მაგიტომაც არსებობს საფართოებელი რა არის მისი დანიშნულება, ხო? ვერ ფართოვდება რკინა, ვერ ფართოვდება განსაკუთრებულად მილე, ფართოვდება ხო, ეგრეთ წოდებული პოლიპროპილენის განსაკუთრებულად გარეთ რო არის და ამას ორ სამაგრების გარეშე, ჩამოკონციალებული ძალიან ბევრი ხო, სწრაფი პოსტები ქონა. ამ თაობაზეც უნდა იყოს დაფიქსირებული და გაფართოების საშუალება უნდა მიეცეს მას. ხო, განსაკუთრებულად კიდე იქ სადაც ვერ ხედავთ, იატაკ ქვეშ. ამიტომ ისიც ფართოვდება, მაგრამ ახლა უმეტეს შემთხვევაში ის გვაქვს ჩვენ რომ რადიატორი აფართოვდება, ქვაბში არაფერი არ გაფართოვდება და მაგიტომაც არის მოგონილი საფართოებელი, იქ არის რეზინის კოლბა. აი ამ ტემპერატურის სხვაობის შესაბამისად წყალი ფართოვდება. სად უნდა გაფართოვდეს? ზუსტად იმ რეზინის კოლბაში. ეს თქვენთვის არის როგორც ავტომობილის საბურავი. წარმოიდგინეთ, ამ ხელახო მიმართულებები არის, ხო? ერთქე ამ სიტყვა პრინციპში პოში. არის ეს თქვენთვის ავტომობილის საბურავი. როდის დაიშვებს ზაზა მე გარეთ. ხო, ბევრი რო დაიწყებს ხოლმე, ამას ინებზე იყო, კიდე დაიშვა. ბჭო, ავტომობილის საბურავი რო იშვებს, იმას უნდა დაამატო. თან გიხსნით ხოლმე, ხო, თუ რა მითხეთ, თავს მიქნევთ, კი, გავიგიო, მაგრამ მოსახურება თუ ვერ ემსახურებით, მაშინ უნდა თქვა, რომ ზაზა მოდი რა მე ამას ვერ მომისახურები და შენი მოსახურება რა იქნება, იმიტომ რომ ახლა ზაზას არ ამოცრული. გაიქცე და წყნეთში, გაიქცე საგურამოში, გაიქცე რა ქალაქგარეთ და ასე ვიარო, ხო, აქეთ რა მაგარია. როცა მე სისტემას ვაბარე, პატვიცემული სისტემა უკვე თქვენია და თუ კი მოსახურების აქტუალურობა არის, მე ამას ყოველთვის გთავაზობ და თქვენი არჩევანია. თუ მოსახურებას ირჩევთ თქვენ, მე უკვე გიხსნით იმ სტატუსს, ანანაირად თუ რომ მომისახუროთ. ამიტომ კეთილინებით არ მომისხნეთ, გულდადებით და ამას მომისახურეთ თავად და მინიმუმ ხო საბურავის დავირვა მეგონი ხელითაც არ უნდა გვიჭირდეს 21 საუკუნეში, უმეტეს შემთხვევაში კომპრესორებს ვაქვს მიჩვეული, მაგრამ ამასობაში ამასაც ვერ ვახერხებ. დაცვითი ოფციების მაქვს ხოლმე დატოვებული, ხო, როცა დავინახავთ 1 გრამ წყალს, 1 გრამს და არა, ჩვენ ვერ ვდებით, გადამოდის უკვე. გავიდა უკვე 3-4 თვე და ის საფართოებელის უკვე მოკვდა ბჭყალებში გასკდა ეს ხო მემბრანა, იმიტომ რომ შევსებული იყო, დიდი ხანი გაჭემული იყო იმის რესურსი ამოიწურა და ამასობაში როცა გრამს დაინახა, უკვე იქიდან დავიწყოთ განგაშება. წყალი დავინახე, ესე იგი უკვე დასაბალანსირებელი არის.
ბალანსის თუ დავიჭროთ, ამიტომაც კიდე მოგონილია გეწოდებული ჭაურის რედუქტორები, წნევის რედუქტორები, მაგრამ არც ის არაა პანაცეა სამწუხაროდ. ვინაიდან ქსელში ჩვენ ამას ვარეგულირებთ, ქსელის წნევის შესაბამისად და არ ვიცით ჩვენ ქსელში როდის რა შეიცვლება. იქაც არაა კონსტანტა. ამიტომ არც წნევის ეგეწოდებული რედუქტორები დაცვითი ოფცია კი არის, ვინაიდან ჩვენ ქსელში ახლა აქედან რათი ბარი რო ქონეს ქსელში ხო მოხმარების ხარეს ვიზახებთ ჩვენ საცხოვრებელ პარკში, არ იქნება 7, 8 არც გჭირდება ჩვენ. იქ გჭირდება 2.5, 2.8, რომ ჩვენ სატექნიკურ ეგეწოდებული დეტალიზაციაც დაცული გქონდეს. იმიტომ არ გჭირდება ჩვენ, როცა განსაკუთრებულად მეუბნებია ხელსაბაძე რატომ მოდის ცოტა წყალი, ბჭო. ხელსაბაძე რა თქინა დიდი რა ქვია, გამტარიანობით წყალი. ხო, გამოდიხარ და ბოდიში ხო, ხვდებით ხო? მოტოწოლებში როცა ვართ ხოლმე. ამასობაში ის არ გჭირდება თქვენ იქ უნდა იყოს პასიური, ხო? ხელსაბანია და მაგიტომ შხავში გჭირდება ჩვენ აქტიური წყალი. სისუფთავე წყლის დამატება, ამოვაგდეთ ეს ხო? არავითარ შემთხვევაში ხო? თვეში ჯერაც არ უნდა იყოს, ხო? სამ თვეში ჯერ თუ კი ვავსებთ ჩვენ სისტემაში, რანაირად დავიცვათ ახლა პუნქტებშიც გავაერთიანოთ, რანაირად დავიცვათ საკუთარი გათბობის სისტემები. თუ კი ჩვენ კვირაში ჯერ გვიწევს შევსება გათბობის სისტემის, უკვე უნდა ვიყვიროთ. ერთ დღეზე აღარ ვიძახი, მე ხო? ამასობაში ისე სიტუაციების არის ყოველ 3 დღეში უშვებო. ეს საერთოდ ამოვაგდოთ ერთ კვირაში ვიძახი, მე ერთჯერ თუ კი ინტენსიურობა ამას ყოველ კვირეულად აქვს და ერთჯერ მაინც გვიწევს გათბობის სისტემაში წყლის შეშვება, უნდა ვიყვიროთ უკვე. ვიყვიროთ. თვეში ერთჯერ კითხვის ნიშნის ქვეშაა. აი 3 თვეში ერთჯერ მიზერულად რომ მოგვიწიოს, არაფერი არ მოხდა, მაგრამ საფართოებ ამასობაში სანამ ჩვენ დავამატებთ წყალს, კიდე ეს არის აუცილებელი ფაქტორი. თუ კი ეცემა, ესე იგი საფართოებაში ხდება თუ დაამასობაში ხრელი არ აქვს, ხო? დავიაროთ, ხო? ვენტილებს შევხედოთ, კოლექტორი თუ გვაქვს, კოლექტორს შევხედოთ, თუ არსად არაფერი წვეთი არაა და გამოჟონა არ ხორციელდება, ესე იგი საფართოებმა დაიწყო დისბალანსი. ამიტომ ჯერ სალამ შეუშვებთ დავანებოთ თავი. დამასობაში უნდა დავაკვირდეთ 1.5 თუ არა და 1.5-ისკენ კიდე წამოვიდა ქვემოთ 1-ისკენ, ანუ ერთ ბანამდე არც ვავსებთ. დავანებეთ თავი. არ ჭირდება მაგას ყოველთვის 1.5-ზე იყოს გაშტიკინებული, ხო? ეს ტერმინოლოგია არის, მაგრამ თუ კი დაიწყო 1.5-ისკენ, 5-დან დაწყება უკვე და ვარდება უკვე 1-მდე, ეს იმის მაჩვენებელია, რომ საფართოებაში შედის წყალი. წყლის მოცულობა, ანუ ფიზიკაა, ხო? ანუ არ აკალდება, ესე იგი არ გადმოდის გათბობის სისტემიდან ერთი წვეთი წყალის, ამასობაში სად მიდის მაშინ ის წყალი? მიდის ზუსტად იმ საფართოებაში, ხო? თქვენ ენაზე იშვებს საბურავი, მაგრამ იქ შედის წყალი და რო შედის წყალი, ის რეზინის კოლბას ფართოვდება და ამასობაში წყლის მოცულობა ზუსტად მაგიტომაც აკლდება წნევა სტატიკური შედის იმ რეზინის კოლბაში. ამიტომ საფართოებელი და უნდა დავიწყოთ უკვე. კიდე ჯერ ვიზახი რომ ვაცდით ერთამდე და ერთის ქვემოთ თუ წამოვიდა, არ უნდა შევავსოთ, ამასობაში უკვე ეს დროა იმისი, თვითონ გელაპარაკებათ სისტემა რომ მოემსახუროთ საფართოებელს, საფართოებელ აუზს. წყალი და წყალი თუ გლიკოლი. რა შეუშვა სისტემაში ძალიან ხშირად არის ხოლმე ამაზე საუბარი და დისკუსიები, მონოლოგით ამასობაში კიდე რომ აუცილებლად გლიკოლია. დაივიწყეთ. გამორიცხულია ვიტყოდი ასე. აუ თურმე X მასკას უკეთებს და რაღაცა ტერმინოლოგიები მოაქვს, რაღაცა გაუგებარი დონის, რას მასკა არის მასკას. გათბობის სისტემები როცა მოიგონეს გლიკოლის საერთოდ არ არსებობდა. აქედან დავიწყოთ. ჩვენი საბჭოური გათბობის სისტემებში გლიკოლია საერთოდ არ არსებობდა. გლიკოლი ყოველთვის იყო, მაგრამ ახლა იმ შემცველობებს, რაც გათბობის სისტემაში ჭირდება, ხო, ანტიფრიზი, ავტომობილის ეს არაა გლიკოლი. იქაცაა გლიკოლი უბრალოდ შემცველობაში, მაგრამ ის არაა იმ პრისადკებით, რაც გათბობის სისტემაში ჭირდება. ამიტომ ბევრჯერ მინახეს ოთაშორის ავტომობილის გლიკოლი შეუშვა და მე ხორაფი არ მოხდა და არაფერი 30 რადიატორი უბრალოდ მოხსენით და გადავაგდეთ. გამოიფითა და მაგითო. ამასობაში წყალი თუ გლიკოლი. წყალი, პირველ მაგიტომაც ავაბი. წყალი თუ გლიკოლი, წყალი, მომზადებული მხოლოდ ისე უბრუნდებით აი ამას 1+1+1. ყოველთვის მომზადებული წყალი. და აუცილებლად უნდა ვიცოდეთ თუ რას უშვებთ სისტემაში. ამოვარდა ა, ჭაბურგილი, ჭა. განსაკუთრებულად და ქსელურ წყალზე არის აქ საუბარი, სალამ არ გვეცოდინება რაოს და რას უშვებთ, უნდა ავიღოთ. კი ბატონო, მიკროანალიზს უნდა ჩავატაროთ და ამის კიდევ ჯერ ვიზახე რომ ეს ორი ტესტერი მემონტაჟეს უნდა გქონდეს თან. ნუ pH-ის დასადგენა, ეგეწოდებული ტესტერი და ამასობაში სიხისტის წვეთებია, ხო? ამას დაჭირდება რაღაც 10 წუთი ორივეს დატესტვას. რა გვაქვს pH-ი და რა გვაქვს სიხისტე. ეს სამი ფილტრი თან უნდა გქონდეს. პატუცემულობა ეს ასეა და ამიტომ შეუშვით სუფთა უკვე წარმოიდგინეთ, გამოხდილი არა, გამოხდილი წყალი ბევრს თქვია, კიდე ხო კარგი არისო და არა. გამოხდილი წყალი არის ეგეწოდებული უბრალოდ დაბალი მჟავიანობით. დაბალი მჟავიანობით უკვე მავნეობას წარმოადგენს, იმიტომ რომ ჟანგიანობას იწყებს, ამიტომ ჩვენ არ ვიცით იმ დარბილებული ეგრეთ წოდებული დისტილატორში, ხო, დისტილირებული წყალში რა შემცველობა. ამიტომ ამოვაგდეთ, არ ჭირდება ჩვენ დარბილებული წყალი. ყველაზე კარგია დისტილირებული წყალი. არა პატუცემულობო წყალი უნდა იყოს ჩვეულებრივი, კი ბატონო, ამ შემთხვევაში ქსელური, მაგრამ აუცილებლად მომზადებული.
გამოცრული ჟანგბადი, ზომიერად გამოცრული, იმიტომ რომ ჟანგბადი მაინც იქნება იქ პრიმესურად, მაგრამ ამასაც მე პუნქტში გავაერთიანებ აქ არ მიწერია და რა უნდა გავახორციელოთ იმისთვის, რომ ჟანგბადი აღარ წარმოიქმნას, უპირველეს ყოვლისა პირველ დროს პირველ შეშვების სისტემაში პირველი შეშვების შემდეგ რა უნდა გავახორციელოთ PC აქტიური ქვანახში. ეს სამეული ფილტრაცია კიდევ ჯერ ვიზახი ამის შემდეგ, ხო განსაკუთრებულად მე პირობასაც ვდებ ამაში, რომ ნებისმიერი გათბობის სისტემის შევსების პროცესში ეს იქნება ასე. გამოსავალი ვნახე და მაგითო. ვინაიდან დამაინტერესა კიდევ ჯერ ვიზახი და გამოსავალი არგუმენტებით. დადასტურებული თავისი ქიმიური თვისებებით, თავისი ფიზიოლოგიით და თავისი ფიზიკური მიმართულებებით. აი ეს არის გამოსავალი და არა მივიდე გამოვერცხო ფული ჩავედი და გამოვიარო. და ველოდორდის დამირეკავს კიდე. და თან ამასობაში გავაფრთხილო ეს მაგარია ხო, რომ ყოველ 3 წელში უკაცო. კიდე კაი რომ 3 თვეს არის ზახით, მაგრამ ამასობაში იქ 2-3 თვეში უკვე იგივე არის. და ეს ადამიანი ელოდება ხარჯი მეტი მოდის, იმიტომ რომ ტალახი ეს ფიზიკა არის, ტალახი ნაკლებად გადაადგილდება საცირკულაციო ტუმბოს, უჭირს და მაგიტომას, ამიტომ ის ხარჯავდა ამასობაში პირობითად სუფთა სისტემაში 10 კუბს, პირობითად 10 კუბ გაზ და ამასობაში იმ ტალახის მოძრაობა სჭირდება მეტი დრო, მეტი წვა, მეტი გაცხელება, თბურიტევადობა მას ნაკლები აქვს, ხო? ამასობაში კისელია და მაგიტომას იგივე როგორც გლიკოლსაც. და ის ხარჯავს უკვე 30-50 მეტრ კუბს გაზს. ხო? ჩვენი მომენტი არის. ამიტომ წყალი თუ გლიკოლი, წყალი კიდევ ჯერ ვიზახი, მხოლოდ მომზადებული გლიკოლი. წყალი მომზადებული და გლიკოლი რომ არ გაიყინოს. კი ბატონო, გვაქვს ამასაც უნდა გავურუხაზე. იქ სადაც ცხოვრობთ გლიკოლი საერთოდ არ გჭირდება. ავედით და თუ სახში არა ვართ, რამდენი ხანი არ ვიქნებით სახში? 10 წელი, თუ 10 წელი არ ვიქნებით, მართვა უნდა ქონდეს. თუ მართვა არა გვაქვს, მეზობელი უნდა ყავდეს ჭიჭიკო, რომელიც შევა ან დაურეკოთ და რაღაცა რომ მოხდეს ამასობაში კონტროლი, ხო? ყოველთვის უნდა ქონდეს. და არა უბრალოდ გლიკოლი შევუშვათ და დაცული ვიყოთ. გლიკოლი უნდა შევუშვათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, სადაც არის დაუშვათ აგარაკი. პერიოდულად ჩავდივართ იქ და არა შევედით, ხო? რაღაც იმ სიემას დაუბრუნდები მე. ჩავედით, შევავსეთ წყლით, წამოვით, რო არ გაიყინოს დავცალეთ. რაც ხოსენით ხა ჭიჭიკო მამა. ჭიჭიკოები არ მიწყინავ, ჭიჭიკო ხო, როგორც მიხო, ეს არის ანეკდოტი, ხო? ხალხში თავისი დეფისები არის ყოველ სპეციფიკში და კონკრეტულად მე ჭიჭიკოებთან პრეტენზიები არა მაქვს, დაწყდით, დავშვიდით ბიჭებო. ამასობაში და როცა ეს ალბათობა აგარაკებზე არის კი ბატონო, იმიტომ რომ პერიოდულობასაა, პერიოდულობასთან გვაქვს საქმე და ზამთარში უმეტეს შემთხვევაში არავინ არ ავდივართ, ამასობაში იქ უნდა იყოს გლიკოლი, მაგრამ სად გათბობის სისტემაში წყალი მაინც არა დაცული, ხო? ამიტომ ის სისტემაც ისე უნდა იყოს, აი, ხო? იმედია გვექნება აგერ უკვე ცემის პროექტი და იქაც გვექნება რანაირად დავამოტოშოთ ქვაბი გარეთ ისე, რომ თუნდაც წარმოიდგინე ხა ბევრს გაუკვირდება გარეთ ყოველგვარი შკაფის, ხო? დათმობებული შკაფის გარეშე არ გაიყინოს, ამასობაში შიგნით გათბობის სისტემაც ქონდეს A და B ცხელი წყალიც, ხო? ისე რომ არაფერი არსად არ დაიცალოს. ემას არ ვიზახ ვინაიდან რომ გათბობის სისტემას როცა ვცვლით, ამასობაში ეს ცოტა მოსაწყენი პროცესია, რაღაც წარმოიდგინე რამდენი სველი წერტილი გვაქვს, უნდა გავხსნათ, დავცალოთ, კომპრესორი დავჭირდება აუცილებლად ვინაიდან მთლიანად გამოდინოთ თუ არ გაიყინოს, ვინაიდან გათბობის სისტემა დავიცავით გლიკოლით, მაგრამ წყალმარაგება ბევრს გავიწყდება, ხო? ამასობაში იგივენაირად როგორც აი გუშინდელ პოზზე, ხო? წინა აი პოზე რომ ქონა დადებული, ამასობაში ბიჭო გათბობის სისტემაში ხარჯი მომივიდა. გათბობის სისტემა იმდენად ხარჯიანი არა, წარმოიდგინეთ რამდენი ცხელი წყლის მოხმარა. ამას გავიწყდება, ცხელი წყალი ჰაერიდან მოდის უმეტეს გონია. ცხელი წყლის მომზადების დროს ქვაბი ეთმევა მაქსიმალურ ტემპერატურას. მაქსიმალურზე გათბობის სისტემაში თუ კი მივეცით ჩვენ ამასობაში იმის საშუალება, რომ ზუსტად იმ პოსტის დასტურიც ესაა, რომ 40 გრადუსზე მუშაობს გათბობის სისტემა და ის მავნეობას აწარმოადგენს და ვიღებთ იმ ფაქტიურ სითბოს 23-24 გრადუსს. მშვენიერია ტაში ზაზას, კი ბატონო, ვინაიდან დაბალ ტემპერატურიანი სისტემა არის. მისი აწყობილია და მაგიტო. და ამასობაში ამ შემთხვევაში წყალმარაგება ზაზა ვერ გამოიწვის, რამდენჯერ მოიხმარს, რამდენჯერ გამოიყენებს, ხო? გიორგი იქნება, პეტრე იქნება, თუ მიხო იქნება, არა აქვს მნიშვნელობა. რამდენჯერაც ცხელი წყალი გამოიყენეთ, იმდენჯერ ჩაერთო ქვაბი თქვენს ენაზე. და რამდენჯერაც ჩაერთო ცხელი წყლის მომზადებაზე, ეს იწვება მაქსიმალურზე. მას არ გააჩნია მოდულაცია ამ შემთხვევაში. ვინაიდან 80 გრადუსიანი წყალი უნდა გამოუშვას კონტურში უფრო სწორად, რომ უცებ-უცებ გაგვიცხელოს ხვიაში ტრიალებს 80 გრადუსიანი წყალი ეს იყო, ხო? გამარტება 80 გრადუსიანი წყალი ბოილერში დადგინაა. ტერმინოლოგიას უნდა დავუკვირდეთ. და რომ დავუკვირდეთ, უნდა ვიცოდეთ. 80 გრადუსიანი და როცა იხსენება კონტური, ის კონტური არის თვალსაჩინო. ხვიაში მოძრაობს 80 გრადუსიანი წყალი. მაგრამ ბოილერში გვაქვს სანიტარული ნორმების დაცვით, კი ბატონო 60 გრადუსი. 60 გრადუსი რატომ? გათბობის სისტემაში წევა რო თქვი, ხო? ეს მიკრობიოლოგიაც უნდა მოკლათ. ვინაიდან არ ვიცი, ქიმიკოსი არ ვარ, კიდევ ჯერ ვიზახი და თუ კი ვარ, ხა და ვინც მისმენთ. ქიმიკოსები, რა ვიცი, იქნება იმათმა გაარკვიონ, იმიტომ რომ ჯერჯერობით ამას ინფორმაცია ვერ მოვიწიე, იმიტომ რომ რა რეაქცია შეიძლება გამოიწვიოს, როცა მიკრობიოლოგიას ვტოვებთ გათბობის სისტემაში და ამას ვტოვებთ ჩვენ, ხო? ვინაიდან ჩვენ არ ვიცით, იქ რა ხდება მიკრობიოლოგიაში. ამასობაში მიკრობიოლოგია რა მავნეობას წარმოადგენს მე უკვე შემცველობაში ეგეწოდებული სიმჟავის მჟავიანობის უპროსორაზე სიხისტეზე ეს ჩემი საზრით ცვლის
შემცველობას, ვინაიდან ერთი სახის წყალი შეუშვით და ამასობაში ყოველგვარი ჟანგბადი არა გვაქვს ამასობაში, მაგრამ წყალს იღებ, ის ლაყეობა სიხისტე სulis ზეჯერ კი დამიტესტია და საიდან შეიცვალო მაშინ ეს სიხისტე ამ ჟავიანობას. ესე იგი მიკრობიოლოგიასთანაც არის ურთიერთკავშირი. ურთიერთპროპორციულ კავშირში ამასობაში ჯერ კიდე ამას დავადგენ, ხო, დადგენის გარდა თუ რაღაცა დამაინტერესებს მე ერთი დიდი პლუსი მაქვს, იმას ისე არ დავჯერდები. მაინც მივაგნებ ბოლომდე ქიმიკოსებთან მივალ მოვიძიებ, აუждები ვესაუბრები და გამოვიდ საერთო დისკუსიაში გამოვა. ბიჭო, ასე ლაპარაკს კი არ დაუწყებ, ხო, პატივცემულებო, ხო? და ამოიღეთ უკვე ეს ტერმინოლოგიები და შენიშნებს რომ გაძლევთ, პირიქით მადლობა უნდა თქვა. აუ, წაშალე ბიჭო, ჩემი პოსტი როგორ დადე შენი პოსტი კი არ დავდე პატივცემულო ცოტა აზროვნებაც უნდა ჩართო, ვინაიდან იქ რო გააქვს შეცდომები დაშვებული და გასამართლებელი საბუთი, მხოლოდ ერთია რომ როგორც მითხრეს ისე გავაკეთეო, შენ მინიმუმ არ ახარ ხელოსანი, პროფესიონალიზმის საერთოდ არ მაქვს საუბარი. და საერთოდ არ უნდა იყო ამ სფეროში ჩართული, ვინაიდან იგივე არის შენ ხო ტერორისტმა გითხრა ბომბი ააფეთქე და შენ ამას ხელი მოაწერე. ტერორისტი ხარ. ეს რო შევადაროთ ერთი მეორეს ეს ასეა. გლიკოლი არა, არავითარ შემთხვევაში კიდევ ჯერ ვიძახი და წყლის ტემპერატურა პირველად შეუშვებ თუ არა გათხოვის სისტემაში, არა აქვს ამას მნიშვნელობა, ეს კიდე გაითვალისწინეთ, ხო? ამასობაში და ეკონომიას ვეძებთ, ეკონომია შემდეგ, როცა უკვე მუშა რეჟიმზე გავდივართ. კი ბატონო, თქვენს ხელთაა, მაგრამ უმით განსაკუთრებულად ახალ შეშვებულ სისტემაში ეს ფორმულას დავადგინე მე და ეს ზუსტად აი მიკრობიოლოგიას დაუბრუნდები რომ მოვკლათ, ხო? ეს შევადარე ერთი მეორეზე ლოგიკას გამოვიტანო. თუ კი სანიტარულ წყალში მოთხოვნილება აქვს, ხო, ამასობაში და განსაკუთრებულად, ხო? განსაკუთრებულად ამასობაში წარმოიდგინეთ საბავშვო ბაღები, ხო? სახელმწიფო ეგრეთ წოდებული ეს შენობა ნაგებობები, წარმოებები, სალსა უკვე ადამიანების უხი რაოდენობა სასტუმროებში აქ თუ არა ეგაა საინტერესო კიდე ხო მე რა ვიცი არც სასტუმროში არ მინახია და რანაირად ბარდება სასტუმროების ეგეც ნონსენსია თუნდაც სკოლები ხო საერთოდ თქვენი ყავს დაგიდგება ეგეც ძალიან ნიმუშის აქ სკოლის პროექტებზე რასაც გვეუბნებიან იმას ვაკეთებთ ვინი ბარებს ანანათი ბარებს არ ვიცი პატიცემონო კახი აბიჯერ მოგმართო კიდე ხო ამასობაში მერიაში საიდან მოყავს ისინი რომელი ჩეკლასის განათლება მიღებული დიპლომი შოყიდულობი ხანახო უსუნო ხოლმე ან ტვერი მაინც გადაწმინდულ ხოლმე ხო ამასობაში რანაირად იბარებთ ამათ აი არ ვიცი ხო ეს ტერორიზმის არის რაღაცა პიკი ხო ამასობაში ხალხი კომუნიზმის პიკი იყო ადრე მონაში და ის დღესაც დარჩა მაგრამ აი ტერორიზმის პიკი ტერორიზმი სკოლებში სასტუმროებში ხო სანიტარული ნორმა თუ კი არის ცხელწყალს დაუბრუნდები იმიტომ რომ ამას აზია რა აქვს ხო ხა კალას გინა მიმართე გინა არა არ ვიცხილოს ბატონმა კახი, მაგრამ ეს ასია, ძალიან სიამოვნებით დავждდებოდი მე თუნდაც პირდაპირ ეთერში და სიღრმისეულად დისკუსიას გავევრდი მე ამისთვის ყოველთვის მზად ვარ. თუ ეკნება ხარისი, ყოველთვის მზად ვარ. და მოვაგვარებდი კიდე ხო, აი წითელ შუქნიშნებს ავანთებდი მწვანედ კი არა, მწვანეებზე შეუზღუდავდი წითლებით. და ეს იქნებოდა ყოველთვის, მაგრამ ჩვენ ადამიანს თუ არ შეუზღუდე, არაფერი არ გამოვა. ხო, ამასობაში სანიტარულ შევადარავთ ერთი მეორეს და აქედან ლოგიკაც გამოვიტანე, ვინაიდან თუ კი სანიტარულ წყალს სჭირდება 60 გრადუსიანი ეწოდებული ლეგიონარი ეს არის უკვე კი ბატონო ზუსტად მიკრობიოლოგია მოსპოთ, ესე იგი ტემპერატურა სჭირდება წყალს და არა 20-30-40 გრადუსი. ამიტომ ამაზე სულ არ ვივარაუდოთ, პირველად შეშვებულ გათბობის სისტემაში მაქვს ცხელწყალს ისედაც პერიოდულად ვაცხელებ. თუ ორკონტროლიანი ქვაბი იქნება, ის ისედაც გადის ამ ზუსტად დეზინფექციას, მაგრამ ამასობაში ბოილერში როცა ვინახავთ წყალს. ნუ მაგიტომაც ვაცხელებთ ჩვენი 60 გრადუსზე რო წყალი არ გაფრთხილს. მოკლედ ზუსტად ის მიკრობიოლოგია ის, ზუსტად ის მავნე ბაქტერიები. ამიტომ აი ეს ფორმულასაც დავუთავდი აქ, რომ პირველად შეშვებული გათბობის სისტემის წყალი ზუსტად ის სისტემა ვამუშავოთ ერთი კვირა, ორი კვირა 60 გრადუსზე. მოკლედ ის მიკრობიოლოგია და შემდეგ უკვე ის აღარ აღმოჩნდება. და ამასობაში შემდეგ უკვე პერიოდულად. ხო, გათბობის სისტემა დაიწყო და უშუალოდ პრინციპში არ ჭირდება კი ბატონო, გეთანხმებით კიდევ ჯერ ვიზავთ განსაკუთრებულად. როგორც წაიღ გამარტებ, მე იქ საჭირდება 40 გრადუსი, 60 გრადუსზე რატო უნდა ვამუშაოთ? გათბობის სისტემა ცხელი წყალი ისედაც მუშაობს 80 გრადუსზე. ამიტომ პერიოდულად კვირაში ეჯერ მაინც არ გვინავა. ასე ორ კვირაში ეჯერ, აი გასადუსი იქნება ხოლმე. ორ კვირაში ეჯერ და ბინებში განსაკუთრებულად ხო? ბინებში დაბალ ტემპერატურაზე, არიქა ეკონომია და მე ტალახი, მე ჭიჭიკო, ხო ყველაფერი ერთი მეორეზე არის მიმუნ. ამასობაში ამას არ ვაკეთებ, ამასობაში ჭიჭიკოებს დავჯერდით უკვე, კიდევ ეჯერ ვიზავთ ჭიჭიკოები ჭყალებში და ამასობაში მიგვაჩვიეს უკვე ამას. მოდი რა, რეცხოთ. რეცხავთ, ხო, ეს აქტუალურობა არის, აქტუალურობაზე მოbrunდა, ბუმი დაიწყება ხოლმე, ხო, ბუმი, ჯერ ვეძებთ, ეს უკვე ბუმი წავედა, წავედით აპარატები ვიყიდეთ, ბიჭო, კი არ გაკნინეთ. მაგრამ ეს ბუმი და ეს საზოგადოებას აყვა. მოდი, კაცო, როგორც გინდა, ესე გავაკეთებს, გამიკეთებს ჭიჭიკო ისე პრინციპში უკვე, ამ გათბობის სისტემა იქნება თო წყალმარაგებას, რა თქმა უნდა, კაცო, ეს ხარისხიანი შესაბამისი კლასიფიკაციის მილები, მე რეაგერ კოტე, ან მიხომა რომ მოვა და მაინც მიშოვე და და მე ესე გვინა ხოლმე, ხო, მარკერით მომიხაზოს, რომ ეს სალფილა მოვიღო და არა, მე ანგრეთ ნახევარ სააბაზანოს. და ვეძებ, ჯერ კიდევ ვეძებ, ხო, ეს არის კიდევ ვარაუდის ზონაზე.
ის კი პროვიზორი დაიჭირა ხელში უკვე ყველა პროფესორი გახდა, მაგიტომაც ვიზახი და ვინც კი ეგრეთ წოდებული გამოსარიცხი აპარატი დაიჭირა ხელში პროფესორები გახდით. რატომ მოიგონეს ესენი? პროვიზორი მეც მაქვს. გამოსარიცხი აპარატი მეც მაქვს. როდის ვიყენებ მე იმას, როცა მივიდივარ და გერთობის სისტემის გადაკეთებას ვასრულებ მე. ვინაიდან მე იქ არ ვიცი რა ხდება. ჩემი გაკეთებული არაა და მაგით. ამიტომაც მაქვს მე ის ოფციას და ის ოფციას, მაგრამ არასად არ მიწერია მე ვრეცხავ. წაიგითხეთ აბა ერთი. რეცხავ და პროვიზორი რო ვიყიდე, კი ბატონო, არ მოითხოვე, მაგრამ პირველად რომ და მაგრამ მოსაწყენი გახდა ეს. მოდი აღმოგიჩენ, ეს არის იდიოტიზმი. მოდი აღმოგიჩენ, ჩემ ჯერ ესეთი საინტერესოც არაა, ხო? ეძებ ბომბს. ხო, არ ჭირდება მე ეს. ისე უნდა მოვიქცეთ, რომ ეს ბომბები არ იყოს. ამასობაში რომც მიდიხარ და მაგიტომაა მეთითება, ხო? მაგრამ ამით ფიქრობ მე მგონი ასე არის. არ მიცნობთ, მაგრამ ეს ასე არის. თუ კი ეს უთხარი მე, ამასობაში თუ კი არ ეუბნებით ამის გათვისებები არ აქვს უმეტეს შემთხვევაში სამწუხაროდ, მაგრამ თუ კი იცით და არ ეუბნებით ეს პირიქითაა კიდე მავნეობა. და თუ კი მიდიხარ და ადამიანს ეუბნები პოსტი უნდა დადო, როგორც ჩემსავით, ხო, გაიქაფო ცოტა პირი. ხო? როგორც ყოველთვის ტონუში მოიყვანო და ამასობაში საზოგადოებას მიუთითო და ის საზოგადოება შემდეგი საზოგადოება გადააჩინო. იმისგან როგორც აი დღეს მე აი პოსტის შესაბამისად პრინციპში გადავარჩა. თუ როგორ უნდა მოიქცეს გამოსავალი რა არის? გამოსავალი იმისა, რომ აი ნახეთ, ხო, ეს არის პერიოდულად ამასობაში, ხო, პოსტები არის გავსებული. იქ ასხავს, იქ გააპარა, იქ მეზობელს წყალი ჩაუვიდა, მოდით მოძებნეთ. რატომ? ზუსტად მილის კლასიფიკაცია რო ვიძახე ერთჯერ და სამუდამოდ დაიმასწორეთ, რომ არის მილის კლასიფიკაცია აუცილებელი. თქვენ არ გესმით ეს, ხო? ყიდულობთ მილის პოლიპროპილენს ჯანდაბას გამოიყენეთ, ხო? ჯანდაბას უკვე, მაგრამ შეფუთო რაღა დაждდა, კაპიკები ღირს, კაუჩუკის ეგრეთ წოდებული 9 მმ-იანი, ეგრეთ წოდებული შესაფუთი გარეთ, მაგრამ ფეთიკებს რო დატოვებთ ხოლმე მუხლებს, ხო? ანეკდოტი მახსენდება, რაღაცამ გამოყო იქაო და რაღაცამ, ხო? დაიჭიჭინაო. ამასობაში ეს რო ტოვებთ ხოლმე, ეგრე არა. პატივცემულო, ვინ არა ზუსტად იქ მუხში ხდება გაფართოება. თლიანად უნდა იყოს ის დაცული და შეფუთული და სკოჩითაც დამუშავებული. ვინაიდან იქ ვინ დააბიჯა ფეხი, ვინ არა, ვინ გადათვლიზა, შემდეგ სტიაშკის დასმის შემდეგ არავინ არის. ამიტომ ერთ-მეორე შეერთებას ის უნდა იყოს სკოჩით დაფიქსირებული. კაუჩუკი აუცილებელია პოლიპროპილენის მილისთვის, მეტალოპლასტი ეგრეთ წოდებული, ხო? პექსა და ალუმინის მილი, ხო? ისედაც მოდის უკვე შეფუთული. ხო? შეფუთული, დაცული ამასობაში ნეტა პოლიპროპილენის მილების ბუხტებში იყოს, ამასობაში კი ერდემ გამოიგონა, მაგრამ არაპრაქტიკულია რაღაცა თუქული რაფია, ხანჯალებით არის ზუსტად ეგ ტერმინოლოგია ერთი მეორეზე რო შეიადო. ხო, პოლიპროპილენი ბუხტაში ეს რაღაცა ცადეს, მაგრამ ვერ გამატა, იმიტომ რომ ხისტი მილია. ხისტია, მეტალოპლასტი, ხო, მოყვება ხელში. ხო, შეკერი პოლიეთილენის, ხო, ეგრეთ წოდებული პენდე მილიც მოყვება, კი ბატონო, ხო? პენ მილის, პენდეს მილი, პექს მილის, რამდენი სახეობაა, ხო, წარმოიდგინეთ. მაგრამ პოლიპროპილენი ეს არის უხეში მილი. ამიტომ დაიცავით მილები და აღარ იქნებათ მე ის ბომბები იქ. შევამოწმე სისტემაო და ტესტეო წნევითაო. წნევით შემოწმებული სისტემა აქვრის მომცემი არაა. ის აღმოჩნდეს ბომბები უკვე იწყებს აქტიურობას, წარმოიდგინეთ ბომბები, ხო, ტერორიზმი არის. ტერორიზმი ერთმანეთს რატო ვადარებ მაგას, რომ ის იწყებს მოქმედებას მაშინ, როცა წყალი იწყებს გაცხელებას. მაგიტომაც გონია რომ ჩვენ სისტემაში როცა შევუშვით, კი ბატონო შეიძლება გეძუდებული სტიკიდან, ხო, შედუღებაში და ეს პადბაპროსა რო ეთქვია, კითხვის ნიშნის ქვეშაა. რა შეადუღა ჭიჭიკო. 1 2 3 4 5 დაითვალა. თუ 1 2 3 4 5 6 7 8 9 ან 20 პახმენიაზე თუ არა. ხო, გადაადუღა მე დაარსდა ზემონა და ავიწყამ პრინციპში და იქ შიგნით რა ხდება, ამას ბევრჯერ ქონა მე პოსტები ღმერთმა უწყის. ამიტომ პოლიპროპილენის მილი, ხა ამას აღარ ვიზახი მე, ეს უნდა იყოს შედუღებული ისე როგორც საჭიროა, თვითონ ეს ეგრეთ წოდებული, ხო, სარტყელი მიგვითითებს ამაზე თუ არის თუ არა ხარისხიანად შედუღებული და ტემპერატურის გარდა ერთისა ტესტირება სისტემის იქ სადღაც პოლიპროპილენის მილი არის მხოლოდ ერთი ტემპერატურა. აი ზუსტად იქიდან იწყებს ის რეაქციას, როცა იწყებს გაცხელებას. სიწყაზე არაფერი არა, ჯერ ესეთი გამტარიანობასაც ვერ ხედავთ. ხო? ოპერაციული სისტემა უკაც შევამოწმეო, მაგრამ გამტარიანობაზე შეამოწმეთ. რა ხდება იქ მილში? შეამოწმეთ. ვერა, ვინაიდან ნემსის წვერიც რო იყოს დატოვებული, კი ბატონო, იმ ხოლში წნევის შექმნას პრობლემა აწარმოადგენს. ვინაიდან იმ ნემსის იქით როც მთლიანი დიამეტრი იგივე წნევა და ნემსის საკეთას იგივე წნევა არის ყოველთვის ბალანსში, ხარჯი იცვლება. და ის ხარჯი რაც უნდა მოვიდეს განსაკუთრებულად ცხელწყალს, ესეც ქონა, ხო? ჩემ პრაქტიკაში რომ ცხელწყალზე ამასობაში ბოლოში გავიდოდა და არ ეკნებოდა და ესეც იყო. ვინაიდან ცხელი წყალი, ხო, ამასობაში უკაში არ გვექნებოდა, წარმოიდგინე, ვინაიდან ჭიჭიკომ შეადუღა ისე რომ იქ ნემსის არ გადიოდა. ხო, აი ეს მიმართულებები. ეხა გავყვეთ იმასაც, თუ რატომ აი ამოწერილი მაქვს. ვინაიდან კიდევ ეჯერ ვიძახე რომ მე ამ სფეროში ქიმიკოსი არ ვარ, მაგრამ ეს პრობლემები მექნება მე როგორც აქსიომები. ამის დასტურის გექნებათ კიდე ამის შემდეგ ფაქტიური ეგრეთ წოდებული პრინციპში მივიდივარ ბოლოსაც კი რანაირად მოხდება ეს პროცესები. რომ გავაჯანსაღებ ტალახიან სისტემებს. ხო, სადაც არის პრობლემები გაკეთებული, ძველი, დიზახიან, ხარისხიანი, საიდან რა იცით ხარისხიანი რა არის, ჯერ ესეთი. ხო,
ხარისხიანი რომელია და უხარისხო რომელია. ამ მნიშვნელობით შემცველობა ეს უმეტეს შემთხვევაში ფოლადი და იგივე არის. ალუმინიშიც იგივენაირად. ხო, შეიძლება მიკრონულად იქ ადამიანმა ისეაც შემცველობაში ცინკი სუფთა ალუმინი არ არსებობს და მაგიტომაც რამდენი არის იქ შემცველობაში. მეთქმა უცხი საიდან ადგენთ ამას. წარწერაზე იქ პაგოლებში დაიწყოს უკვე ამ წარწერების მითება. ამიტომ ესეც მითია. ო, ხარისხზე უმეტეს შემთხვევაში არაა დამოკიდებული, გარდა ესა მილის. მილი რა თქმა უნდა საწყის ეტაპში უნდა ვიცავთ რომ არავითარ შემთხვევაში არ გავაკეთოთ ეგრეთ წოდებული მინა ბოჭკოვანი მილებით. ვინაიდან ისე უბრუნდება ამას რომ ჟანგბადი მინა ბოჭკოვანი მილში შედის. ამიტომ ესეც უნდა ამოვაგდოთ. ამ პუნქტებში ამასაც დავამატებთ. მილის ხარისხი უნდა იყოს ეგრეთ წოდებული თუქი პოლიმერს ვიყენებთ ამასობაში ეს არის პოლიმერი უბრალოდ პოლიპროპილენი ამასობაში და არ ვიყენებთ მეტალობას ხო ეგრეთ წოდებული პექს მილებს ჯანტობას იყოს კაცო მაგრამ ამასობაში წყალმარაგებაში არ ამოხდეს საუბარი წყალმარაგებაში შეგვიძლია გამოვიყენოთ მინა ბოჭკო ვინაიდან იქ ჟანგბადი ყოველთვის არის იქ ჟანგბადის გამოდენა არც გვაინტერესებს ჩვენ გვაინტერესებს გათბობის სისტემა არის ეგრეთ წოდებული ალუმინით შრით დაცული მილები ხო მინა ბოჭკოში შედის მინა ბოჭკო არაა სადაც არ შედის ჟანგბადი იქ შედის აღწევს ის არის უბრალოდ მოგონილი რატო ამოიგონოსო კაცო ბერს უთქია და კიდე ის გამოიგონოს იმისთვის რომ ეგრეთ წოდებული ხო ლინიურია რაშირენია ანუ სიგრძეში გაფართოების კოეფიციენტი მასა გოდნავ შეცვლილი ვიდრე უბრალოდ პოლიპროპილენს ეგრეთ წოდებული PN20 კლასიფიკაციას უკვე მინა ბოჭკოთი ეს არის PN25 PN20 იგივე არის ამასობაში ისმის შეკითხვა რატო ვიხდით მაშინ ის თუღის პირობითად ლარი ამაში რატო უნდა გადავიხადოთ 3 ლარი ერთ და იგივეა გარდა ისა რომ მინა ბოჭკოს შრე დაამატეს და თქვენთვის ეს რა ამის მომცემი არის იმას ისაც აფუთავ გაფართოების კოეფიციენტი იმას უფრო აღემატება 0.1/1000-ით მე მგონი. მინა ბოჭკოს უბრალოდ PN20-ის შედარებით. რა მაგარი? ამასობაში 3 ლარის სხვაობა ტყუილოვანი გადავიხადეთ. ამიტომ მილის ხარისხიც აუცილებელი არავითარ შემთხვევაში მინა ბოჭკოვანი პოლიპროპილენის მილის გამოყენება გათბობის სისტემაში. მხოლოდ ალუმინის შრი თუ არის პოლიპროპილენი და პექს მილი ისედაც ის შრია, მას ალუმინის შრი ისედაც გააჩნია. ეს ევოხის დატანება იატაკის გათბობაზე მოგონილი მილები მე ამის ამჯერავს ვერ ვიტყვი ამაზე 100%-იან თავს ვერ დავდებ მაგრამ პრაქტიკა მაჩვენა რომ ეს არის მითი ვინაიდან იქ არავინ არ იცის ჭიჭიკო რას მოусმებს იმას ხო რა ქვია სპირტით გაასუფთავებს თუ გაფხიკავს ამასობაში თუ კი გაიფხიკა და ეს ეგრეთ წოდებული შრე მას ეგრეთ წოდებული სპირტიანი შრე აქვს ზემოდან დატანებული მეთქი არაფერი ამას ქვია თუნდაც მის მითებული შეკილი პოლიეთილენზე არის საუბარი აქ ეგრეთ წოდებული ევოხი აწერია ხო შრე რომელიც დატანებულია ეს ეგრეთ წოდებული აბალოჩკა ამას ქვია ხო გარეთა ეგრეთ წოდებული დამცავი შრე რომელიც ვითომ იცავს ჟანგბადის შექცევა შრით ამჯერად ამის ერთ-ერთი შრე რასაც მე მწამს ეს არის რკინა ხო კონკრეტულ შემთხვევაში ალუმინი ხო რკინას ხა იქ რა ის საქმეა ანგარბობის სისტემებში თუნდაც ატომაც არა გას გათბობის სისტემებში ადრე რკინის თუჯის რადიატორები ქონდა და ეგრეთ წოდებული ფოლადის მილები ხო რა კაი იყო ამასობაში და ამასობაში ტალახიანი სისტემებიც არ ქონდა საფეს მაგაში არის ჩუგუნის ეგრეთ წოდებული თუჯის რადიატორებში ეგრეთ წოდებული შემცველობის სუბთარკინის ხო სისტემები ქონდა ჭუჭკი და ტალახი მაშინ არის ამასობაში თანამედროვე წყობაში ხო აი ეს არის ბუმია აი ეს არის ნონსენსი ხო ამასობაში თანამედროვე წყობაში გვაქვს ტალახის სისტემებში აი ეს არის საოცრება ხო მეტი კი არაფერი ამიტომ ასე ეხლა გავყვეთ ხო ეს ამოვიწერეთ და მაგიტომ კიდე ჯერ ვიზახი თუ კი უკვე მივედით ამასობაში საიდან უნდა დავიწყოთ და ვრეცხავთ სისტემას რა უნდა გამოვიყენოთ ამასობაში წერან დავსვია შეკითხვა და რა ვიცი თუ კი ამას იყენებთ კარგია ხო უბრალო ქიმიები უნდა გამოვიყენოთ და განსაკუთრებულად არ უნდა გამოვიყენოთ არ ვიზახი მე ეხლა ბრენდულს არის ეგრეთ წოდებული ბრენდული ამას არის ხი რა ქვია პრეპარატები რომელიც არის სერტიფიცირებული და იზრდის იმდენი რომ გათბობის სისტემის გამორიცხვა ჯობია ახრიდან გავაკეთოთ ამიტომ ამაზე არა მაგის საუბარი არის ეგრეთ წოდებული ჩვენი ბებიები, ბაბუები, რასაც იყენებდნენ ჩვეულებრივ გლეხურ მიმართულებას. ორი მიმართულება არის აქაც ეგრეთ წოდებული მჟავიანობა და ტუტე. შოლოჩი. უბრალოდ თქვია და ამას ქვია ეგრეთ წოდებული უკვე პრინციპში მჟავიანობა უკვე ხვდებით რა არის, ხო? ტუტე. ხო? ტუტე თუ არ გესმის ეს არის ტუტე რაღაც ძალიან ცუდად მოხდება ადამიანს რა ქვია ყურში, ეს არის შოლოჩი. ხო? ის სხვა ეგრეთ წოდებული პრინციპში განზომილებაში არის, ეს სხვა განზომილებაში არის. ეგრეთ წოდებული უკვე ლიმონ მჟავა. ყველაზე აი გლეხური ხო ლიმონჟავას ყოველთვის ფხნილიც იყიდება შეგვიძლია ჩავყაროთ და მოვორიოთ და აემით გამორიცხოთ მაგრამ რას რეცხავს მხოლოდ ეს არაა საკმარის ხო ლიმონჟავა არავითარ შემთხვევაში მარიმჟავა ვინაიდან მარიმჟავას კონცენტრაცია გადამეტებულია და განსაკუთრებულად მავნე არის ქვავებისთვის წაბილწოთ გავაფუჭებთ და მაგით ხო რადიატორებს აღარ ვიზახი მე ყველა გადამა აქტიურად სხვადასხვა ალუმინისა არის ეგრეთ წოდებული სანიკები რა სანიკებია გამოყენებული არავინ არის
ამიტომ იმასაც აზიანებს მარილმჟავას საერთოდ არ გამოვიხილოთ. ამიტომ ინდივიდუალური გლეხორად ამასობაში 7-8%-იანი გადამეტებული წარ უნდა იყოს, მაქსიმუმ 10%-იანი ლიმონმჟავა, რაც ახორციელებს ლიმონმჟავის გამორიცხვის შესაბამისად. სიხისტეს იგივე არა პრინციპში კი ბატონო აქ მიმართულება სიხისტეს ვაცვლით, კალციუმ, მაგნიუმი და ეგრეთ წოდებული სამვალენტიანი რკინას. რას ნიშნავს სამვალენტიანი რკინა? წარმოიდგინეთ, ის ნაწილაკი, რომელიც უკვე გამოიფიტა, რანაირად გამოიფიტა, მაინც მოხდა ჟანგბადის სისტემაში, იმიტომ რომ ჩვენ მივედით. ეს იგულისხმება უკვე ახალ სისტემაში არა, ხო? უკვე მივედით და ეს ფაქტუმაა. ამასობაში რეცხვას ვაპირებთ, ეს პირობა არის. კი ბატონო, უკვე, მაგრამ მოხდა პროცესი ჟანგიანობის, ამ ჟანგიანობის პროცესიდან პრინციპში ეს ნაწილაკები წარმოქმნა, რომელიც არ იშლება. თვითონ არ დაიშლება, ის წყალში არ განეიტრალდება. ამას ქვია სამვალენტიანი რკინა. სამვალენტიანი რკინას ეგრეთ წოდებული ლიმონმჟავა ანეიტრალებს, ის იმას შლის და აცლის. გლეხურად ლიმონმჟავა გასაგებია, შემდეგ მეორე, ხო, ეგრეთ წოდებული ტუტე შემცველიანი ეგრეთ წოდებული ქიმიები რომელია? უბრალოდ ეს არის ეგრეთ წოდებული თუნდაც კროტი, ამაში უკვე ძალიან ბევრი არის, მაგრამ იქ უნდა იყოს შემცველობა ზუსტად ამის. კროტი, დომესტოსი, ხო? რა შვება ეს ხა და რას ახორციელებს, ხო? ეხლა დომესტოსის რაც დავგებოდება და ძალიან ბევრი ჯგუფ აქვს განსაკუთრებულად ქალბატონებს და გეცოდინებათ, ის არის ქლორშემცველი. და ქლორი რა შვება? კი ბატონო, მიკრობიოლოგიას კლავს, წეღარა თქვი, ზუსტად მიკრობიოლოგიას არ გვაინტერესებს ეგ იმ სისტემაში, ვინადან არ ვიცი, არ ვარ დარწმუნებული რა პროცესებს ცილდება, მაგრამ უნდა ამოვაგდოთ ის იქიდან. ამიტომ ორგანიკა ეს არის ზუსტად მიკრობიოლოგია, ხო, ცხიმები, ცხიმოვანი არის. ამასობაში წყლით რო რესხავთ, ეს საერთოდ მითი არის. გამორიცხულია წყლით უბრალოდ სისტემა გამორიცხვა. ვინადან ეს ეგრეთ წოდებული უკვე ცხიმ შემცველი არის მიმჯდარი უკვე სისტემას და ის უნდა გამოვაზროთ, გამოფითოთ იქიდან და გამოვიღოთ, ხო, მთლიანი სისტემიდან. ამიტომ რა ქვია, აცლის ზუსტად ეს უკვე ტუტე შემცველი სითხეები, აცლის ეგრეთ წოდებული უკვე პრინციპში ცხიმოვანს და შლამს, რაც ჩვენთვის აუცილებელია, აი ტალახს ზუსტად. იმ ტალახში არის ზუსტად უკვე ის უკვე ეგრეთ წოდებული უკვე ცხიმოვანობაც და ორგანიკა, ხო, ორგანული, ეს არის მიკრობიოლოგია, ხო? ერთი მეორე შემცველობაში არის. ამიტომ ტუტე შემცველ სითხეებს ამის უნარი გააჩნიათ და შემდეგ აუცილებლად ამის შემდეგ აი ამ ორი პუნქტის გავლის შემდეგ უნდა გამორიცხოთ ჯერ ესეთი სუფთაწყლით, კარგად მთლიანი სისტემა და შემდეგ ნეიტრალიზავოთ, ანუ რას ნიშნავს ეს? გავანეიტრალოთ. რითი? ყველაზე ადვილს ვიძახი მე ხო, იმიტომ რომ ქიმიკოსები არ უნდა გავხდეთ, სოდა შემცველ ეგრეთ წოდებული ხსნარი უნდა გავხსნათ. სოდით, ჩვეულებრივ ეგრეთ წოდებული ხო, პიშევაა სოდა რო იყიდება პრინციპში, აი სოდით გავხსნათ. ისეთი კონცენტრატი რომ ამას უკვე დიდი ფაქტობრივად მნიშვნელობა არ აქვს, შემცველობა იყოს თუნდაც 1/10-ზე. ნუ 10 ლიტრაში 1 ლიტრა, ნუ ეს უკვე ფხნილი არის და ლიტავი გამოვა 100 გრამი. წარმოიდგინეთ 100 გრამი 10 litrაში. 100 გრამი ადამიანებო, რატომ? იმიტომ რომ ეს ნეიტრალიზავაც რა ქვია, ხო, გავანეიტრალოთ. აი მე ეგრეთ წოდებული უკვე ხსნარი ჩვენ რომ გამორიცხავთ უკვე საბოლოო ჟანგ სისტემას, ზუსტად ის შემცველობაში რაც უკვე და რითიც იყო გამორიცხელი ამ ორი პუნქტიდან, ზუსტად ის ლიმონმჟავა, ხო, ეგრეთ წოდებული უკვე ტუტეთი გამორიცხელი, რჩება მაინც და იქ ეგრეთ წოდებული ფორებია გათბობის სისტემის რადიატორებში, გათბობის სისტემებში ეს ამეტი არაფერი, ხო? რადიატორებში თუ კი რეცხავთ ამასობაში, აი ასეთი სტატუსით უნდა გამორიცხოთ და ანეიტრალებს იმას, რომ ზუსტად აი ეს მიკრონაწილაკებსაც აშორებს და ამასობაში მას ეგრეთ წოდებული როგორ ფენით, შიგნიდან ამ ფენით ფარავს. რომ შემდეგ თუ კი შევა და ამასობაში მიკრონულად მაინც შევა ჟანგბადი, იმიტომ რომ უკვე ვიწყებთ აი ეს, ხო, ამასობაში პრინციპში უკვე ამის შემდეგ, აი ამას ვიწყებთ, ხო? წარმოიდგინეთ გამორიცხვის შემდეგ, ეს ყველაფერი არის შემდეგ უკვე თან დართით. ხო, პირველ საწყისი ეს არის აუცილებელი და გამორიცხვის შესაბამისად აუცილებელი. ვინაიდან ჩვენ უკვე როგორც ექიმი მივედით და ამასობაში უნდა უშუალოდ პაციენტს. ამიტომ იმას ვრეცხავთ, კიდევ ჯერ ვიძახი, საბოლოო ეს არის სოდა შემცველი ეგრეთ წოდებული ხსნარით გამორიცხვა, ვინაიდან ეს ფორები გადავფაროთ და აღარ მოხდეს უკვე რეაქცია ჟანგიანობის. რა მაგალია, ხო? უშველეთ პაციენტს, გამორიცხეთ სისტემა და მას აღარ მივეცეთ იმის საშუალება, რომ მან ისევ დაიწყოს ჟანგიანობა. ერთ თვეში, ორ თვეში, სამ თვეში, ჭიჭიკო ისევ მივიდეს იქ და ეს აპარატით უბრალოდ გამორიცხოს და აატრიალოს წყალი, გამოიტანოს და ახალი ნაგავი შეიტანოს და კიდე 3 თვე მერე ელოდოს. მაგარია. ხო, აი. ხო, ფაქტიური მხარე, ხო, ამის გარეშე, როგორც ყოველთვის, ბიჭო, ეხლა უნდა ვთქვა საბოლოო ჟამს, მაინც გაიგეთ. აი, ამას ქვია დასტური. ამას აპრავდანია კი არ ქვია, ხო? ეს ჟარგონებში ქონა, ხო? მოდი ბიჭო, გაიასნეო. გაიასნება არ ჭირდება. ამას ჭირდება არგუმენტები ამის გარეშე. ამას ვერ ვითარ, მაგიტომ მას პრინციპში ძალიან იშვიათად რეიბანომანია როცა იყო, მას შევატარებთ. მაგრამ ამის გარეშე როცა მოვისმენთ ხამელიონის, ხო, ხამელიონის ათვალებს უძახი მე ამას, რეალური თქვენი სახე უნდა გამოაჩინოთ. ჩემი რეალური სახე აგერაა, დაფიდან აღმობეჭდელი და ფაქტობრივად ყველაფერს ვაღიარებ,
ვასრულებ, იმასაც ვასრულებ იმას უпроსტად პრინციპში ამას მე ვადასტურებ კიდეც და აი, ხო, საერთო გამოფენაზე გამოვაქვს. და იგივე არა თუ რა მოიქცეთ თქვენს. მაშინ იქნებით თქვენ ჩამოყალიბებული პროფესიონალები და მოვალ და ხელს ჩამოგაფრეთ და მანამდე ხართ უბრალოდ, რა ვიცი, უბრალოდ ჭიჭიკოები, ხო? არ მიწყნოთ, მაგრამ ეს ასეა. ვინაიდან აი ეს ყველაფერი უნდა გაათვისნობიეროთ. აგერ ბატონებო კიდევ ჯერ ვიზახი მოკლა რეზუმირებით მოთხოვნილება იმისთვის რომ რა არის საჭირო რომ გქონდეს დატოვის სისტემაში სუფთა წყალი რანაირად თუ რა მოიქცეთ ეს ყველაფერი აგერ ხო ჩამოწიკწიკებული რომ იტყვიან ამასობაში და თუ კი მივედით ამასობაში მივედით კი ეს უმეტეს შემთხვევაში მოხდება სამწუხაროდ რანაირად თუ რა პროცესები განვახორციელოთ ისე რომ ამასობაში 2 და 3 თვის შემდეგ კი არა 5 წლის 6 წლის და 7 წლის შემდეგაც არ იყოს იმის ალბათობა თუნდაც სპეციფიში რომ ჭიჭიკო ისე მივიდეს იქ როგორც ყოველთვის კეთილი და პატიოსანი, ეს ბლოგერები რო იძახიან ხოლმე, ხო? ეს ტინეიჯერი ჟაგროები და ეს თუ არ გიზარება დადეთ ხოლმე. როგორც ყოველთვის, კეთილი და პატიოსანი და მომავალ შეხვედრამდე.